მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღის შეჯამება მოსკოვიდან, რუსეთის დედაქალაქიდან იწყებს თავის მორიგ გადაცემას. მე აქ ვიმყოფები როსატრუდნეჩესტვას მიწვევით, ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია რუსეთის და გაიმართა მედია პრემიის დაჯილდოება, სადაც საპატიო სტუმრის სახით ვიმყოფებოდი საქართველოდან მხოლოდ მე, ტელეკომპანია სეზონის წარმომადგენელი ნიკოლოზ მჟავანაძე და გუშინ გაიმართა საკმაოდ პომპეზური დაჯილდოება და უამრავმა მედიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრციდან და რუსეთიდან, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. ჩვენ ამის შესახებ უკვე ხვალინდელ გადაცემაში ვისაუბრებთ და ხვალ გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. ეხლა კი მე მინდა იმ სიტუაციაზე ვილაპარაკოთ, რომელიც არის შექმნილი საქართველოში. ისე დაემთხვა, რომ რამდენი რუსეთში მე მოვდივარ, იმ წუთას მაშინვე არეულობა იწყება საქართველოში. არ ვიცი, ეს ის არის რაღაცა გარკვეულწილად რა უბედურებაა, რომ რამდენი ეხლა ეს ვიზიტი წინასწარ დაიგება. სიმართლე რო გითხრათ, ჩემი ფიქრები და ჩემი გული მაინც საქართველოსკენ არის. ეხლა გუშინ ვიღაცა იტყვის, რომ თუ მართლა მასე არის რა როგორი გული იძგერდა იქ რომ მიხვედი და რაღაცა და ეხლა რა ვქნა ცხოვრებას ვერ შევწყვეთ ადამიანები და ყველას თავისი გარკვეული საქმე უნდა გავაკეთოთ. აქაც ეხლა მოწვევით ვიყავი, ვარ ჩამოსულიყავი, არ შეიძლებოდა და ერთი რამე არის აღსანიშნავი, რომ სწორედ ამ შეხვედრებიდან, ასეთ ფორუმებში მონაწილეობიდან იქნება შემდგომში უკვე ის, რომ ყალიბდება ურთიერთობები, კონტაქტები და ჩვენც ახლა როდესაც აქ ვართ, ყველა გვეკითხებოდა რა ხდება თბილისში, რა ხდება საქართველოში და მე რა თქმა უნდა ობიექტურ სურათს ვაწვდიდი მათ იმ ინფორმაციას, რაც არის ქვეყანაში, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ იმედი და გარკვეულწილად რამდენიმე მედია საშუალებით ხარღვევს რკავს, თორე ძირითადად ისე რომ იცოდეთ, საქართველოს აქ რუსეთში მცხოვრები ქართველები დიდწილად უყურებენ ამ ნაცარხებს და ბევრი არის ამის გავლენის ქვეშ. ეხლა ქართული რუსებმა არიციან, მაგრამ ისინიც გარკვეულწილად ზეგავლენის ქვეშ არიან აქ და გონიათ, რომ ქვეყანა ინგრევა და რაღაცა. ეხლა მე ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მეზობელთან არ ქონდა ურთიერთობები და ურთიერთობები ყალიბდება ამ სამოქალაქო საზოგადოებიდან, ესეთი კონტაქტებიდან. ეხლა არ ვიცი, მე აქ უამრავი ქვეყანაა ჩამოსული, უამრავი ქვეყანა ევროპიდანაც არიან ჩამოსულები და როგორც გითხარი პოსტსაბჭოური სივრციდან და რატო არ უნდა გქონდეთ მათ ინფორმაცია, რატო არ უნდა გქონდეს კონტაქტები და რაც შეეხება ის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მე აქედან მინდა რომ გავაკეთო ეხლა შეფასება იმისა, რაც ხდება. მე მინდა მადლობა უთხრა ხელისუფლებას იმ გამჭრიახობისთვის, იმ შორს ჭრეტელობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინა. ეხლა ბევრი იტყვის, რომ რაში, აბა როგორ დააქციეს ქვეყანა, გაანადგურეს რუსთაველი და მადლობა რა აქამდე რომ მიგვიყვანეს, ეხლა იტყვის ამისთვის უხდი მადლობას. დიახ, მეგობრებო, ხელისუფლებას რო გამოეჩინა ძალისმიერი მეთოდები და ეხლა ვიღაცისთვის ძალისმიერი მეთოდებია ის, რომ მომიტინგეს, დააკავებენ და ეხლა რო პოლიციელს ესვრის და ძალისმიერი მეთოდი. ეს არ არის ძალისმიერი მეთოდი. ძალისმიერი მეთოდები ის არის, რომ ახლა ის რომ გამოეყენებინა, როგორც გახარიამ გამოიყენა, მაგალითად რეძინის ტყვიები, უფრო მკაცრად ემოქმედა, ატყდებოდა ესენი ამბები. ხო ხედავთ, ამათ უნდოდა შეექმნათ სურათი, რომ თითქოს ქვეყანა ინგრევა, რომ თითქოს ესე იგი ხალხს როგორ ხოცავენ. ხო ხედავთ, ბავშვებიც კი გამოიყვანეს. ესეთი რამ უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიოში არ ყოფილა, რომ სკოლა დადიოდნენ. ლამის ბაღებში შევიდნენ. ერთი იქვე მივიდოდნენ სამშობიაროებში, პატარა ბავშვები წამოეყვანათ, თორე ყველაფერი იკადრეს რა. საბავშვო ბაღებიდანაც პატარა ბავშვები იყო, რა ვიცი, 4-5 წლის ბავშვებიც იყო, მე მგონი მიტინგზე. ყველაფერი იკადრეს, ამათ უნდათ რომ სხერპლი ყოფილიყო და ხელისუფლებამ რაც შეიძლება მობიერად იმოქმედა. ეს იყო ულმობიერი მოქმედება, იმიტომ რომ არა ფაქტობრივად ისე იმოქმედეს, რომ
თუ კი მათ მართლა ზოგიერთმა არ გადააჭარბა კანონს, არავის თითქმის არ აკავებდნენ. ეხლა ვიღაცას თუ იმ შეხლა შემოხლის დროს დაზიანდა და ჩვენ ვნახეთ კადრები, ეხლა რამდენიმე ადამიანი როგორც ცდილობდა შეღწევას, კორდონი გაარღვია ახალგაზრდა გოგონამ და შევარდა და აგინებდა. ეხლა პოლიცია ის არ არის მეგობრებო, რომ როცა მას ესვრი, მაშხალებს, როცა ფერვერკს ესვრის, ადგეს და ყვავილები ესრულოს. მე მახსოვს გამსახურდია სიტყვები, როდესაც ის გამოვიდა ერთ-ერთ მიტინგზე და თქვა, თუ ისინი ტყვიებს გვესვრიან, ჩვენ ვარდები ვესრულოთ. და დავინახეთ როგორც დამთავრდა ეს ყველაფერი, ვარდები ესროლას რა მოყვა, ჩამოშლა ხელისუფლების, დაანგრევა რუსთაველის და განდევნა კანონიერი ხელისუფლების. ხელისუფლებამ, საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედა ადეკვატურად, დაანახა მთელ მსოფლიოს რა არის ნაცმოძრაობა. ეხლა კიდევ ვიღაცა იტყვის, რომ ისედაც ხო იცოდნენ, მაგრამ არ იციან ბევრმა მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გველები იყვნენ ჩაბუდებული, გველები. აი ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ რამდენი მოღალატე ყოლია ჩვენ. როდესაც ეხლა ამდენი მოღალატე ყავს საგარეო უწყებაში, აი რა ინფორმაცია უნდა მიიღოს მაშინ დასავლეთმა შენ შესახებ. ხედავდით, რომ ელჩები გადადგნენ თანამდებობიდან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გადადგა. ეს იგივეა ქვეყანა იყოს ომში და ომიდან ჯარისკაცებმა დაიწყონ გაქცევა ბრძოლისველიდან. აი ეს ნაძირლები, როდესაც ჩაწყნარდება, უნდა მიეცნეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში, იმიტომ რომ იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანის მიმართ აი ესეთ ქმედებას ჩაიდენს, როდესაც ქვეყანა შიდა მტერი უტევს და შენ ამ დროს გადადგები და მტრების წისქვილზე დაასხამ წყალს, ეს არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. და ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მეორე გამოიჩინა მობიერება, დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ ესენი ჯალათები, ესენი ვანდალები არიან და შეიქმნა მორალური უპირატესობა. და თვითონ საქართველოშიც დაინახეს ვინც იყო კიდევ ვიღაცას თუ დღეს აი ამ ამბების შემდგომ კიდევ ვინმე თუ ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერი იქნება, მე არ ვიცი, მაშინ ეს ხალხი შეშლილი ყოფილა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება აი თქვათ არ მოგწონს ეს ხელისუფლება, შეიძლება დაარბიო, დაანგრიო ქვეყანა, მეგობრებო. შეიძლება ეხლა მიტინგებს ჩვენც ვატარებდით, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო 2003 წლიდან 2012 წლამდე აქციები იმართებოდა, ზღვა მილიონი კაცი გამოდიოდა ლამის. ვინმე ჯღაბნიდა რუსთაველს, ვინმე ამტრევდა შუშებს, ფოთოლი არ ვარდებოდა ხიდან, ისეთი აქციები იყო. და ამათმა რა ქნეს? ნახეთ აგერ პარლამენტის შენობას რა უქნეს, დააწვეს ლამის, რუსთაველი გადაწვეს, დაანგრიეს, გააცამტვერეს და მერე გამოდიან და შვიდობიანი აქცია იყო ესო. შედალოცი რომ ხელისუფლება თუ არ მოგწონს, პარლამენტის შენობამ რა დაგიშავა? რუსთაველის პროსპექტმა რა დაგიშავა? რატო ანგრევ, რატო ამსხრევ ამ ყველაფერს? შენია, შენი გაკეთებულია ეს ყველაფერი. ამიტომ აი ცოტა არ იყოს გაუგებარია ეს და კიდევ ერთხელ ცხადყო ამ ყველაფერმა ის რომ ესენი არიან ვანდალები მეგობრებო და ამიტომ მე ვფიქრობ რომ თელმა მსოფლიომ დაინახა საქართველოში შედაც კარგად ვიცოდით ესენი ვინ იყვნენ, მაგრამ სიმართლე რო გითხრა მეც გამაუცა ამ ყველაფერმა ამდენი მოღალატე საქართველოს თუ ყავდა არ ვიცოდი აი იმამ კონსტანტინეს აქვს ნათქვამი ეს რომელსაც ამდენი მოღალატე ყავს მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინოს. არ ვიცი ჩვენ როგორ უნდა გავიმარჯვოთ შემდგომ ბრძოლებში, როდესაც უნივერსიტეტის რექტორები, აი ზურაბ ხონელიძე, აი ეს უნამუსო ნაძირალა ადამიანი გამოვიდა, ესე იგი და იქ ესე იგი ეუნება თავის სტუდენტებს, თქვენო ეხა იქ უნდა იყოთო, თქვენ უნდა იქ უნდა იყოთო. და ეს კაცი აი ამ აქციებამდე სუსხანაირად ჭიკჭიკებდა, მეგობრებო, სუსხანაირ პოზიციებს გამოხატავდა ეს ადამიანი, ხო ვიცით? და რამდენმა რექტორმა, რამდენმა ადამიანმა გამოამჟღავნა თავის სურათ. როდესაც მე ჩემი ტელეკომპანიის საშუალებით ვლაპარაკობდი, რომ ეს მოღალატეები გავწმინდოთ პირველი ახი, გავწმინდოთ იმედი. აი ეხა დუტა სხირტლაძე და ეს კიდე ეს ქაჯაია რომ არის კიდე ეს რა ქვია მისი რა ქვია მსახიობი გამოვიდნენ კაცო იქ და ამ რუსთაველის აქციაზე პოზირება დაიწყეს. შედალოცულო აი დუტა აი სხირტლაძეს მინდა მივმართო. შე არაკაცო შენა. მიგი ესე იგი ნაციონალებისგან დაბინძურებული და დაგვარცხნეს, დაგასუფთავეს, დაგსვეს ტელეკომპანია იმედზე და იმხელა დარწმუნებული ვარ საკმაოდ სოლიდური ხელფასებიც მოგწეს. და ისევ აი ამათ გვერდით დადგა. აი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ეს ყველაფერი რომ ამათი გამოსწორების შანსი არ არის მეგობრებო. არ არის ამათი გამოსწორების შანსი. ნაციონალი არის კიდევ ერთხელ ეს არის
ჭირი, რომელსაც ვერ მოიცილებ, ეს არის ცოფიანი ძაღლები არიან ესენი, გესმით? იმიტომ რომ აი როგორც ცოფი არ იკურნება ნაციონალი. და ამ ხელისუფლებამ უნდა შეუშვას ერთხელ და საბუთამოდ ეს თავში, იმიტომ რომ როდესაც ლაპარაკობენ რომ სხერპლი არის სისტემის, მოდი შევიფა, არ არის, უნდა ხო ხედავთ აგერ დაასაქმეთ ყველამ გიღალატა. ამ დროს უპატიოსნესი ხალხი არის გარეთ დარჩენილი, აიყვანეთ ისინი დაასაქმეთ იმ ადგილებზე, სადაც ესენი მერია დატოვეს ხალხმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვეს უამრავი უწყებები და ჩვენ ამ დროს ხედავთ რომ ხალხი რომლებსაც სამსახური არ აქვს ხალხი რომლებიც პროფესიონალები ის გარეთ არის და ნაციონალები დასაქმებულები არიან თუ თავისი ნებით არ წავიდა ნაციონალი სამსახური და ჩვენ არ უშვებთ ამათ რა და ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებამ კიდე ეხლა როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის და მე ვფიქრობ რომ მათ ძალიან სწორად მოიქცნენ რომ აი ზედმეტი გარკვეული აგრესიულობა და აი რა თქმა უნდა მათ ჰქონდათ უფლება რომ აღეკვეთათ უფრო მკაცრად განა არ შეეძლოთ ამის მაგრამ ეხლა უკვე როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის უნდა მოხდეს დაპატიმრება იმ ადამიანებისა რომლებმაც ეს მოაწყეს და უნდა დაიწყოს სახელმწიფო უწყებების წმენდა წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აი ესეთ სიტუაციაში ვიქნებით და უნდა დაიწყოს რეფორმები განათლების სისტემაში ეხლა ეს განათლების მინისტრი ისი გამკეთებელია მეგობრებო ეხლა დღევანდელი განათლების მინისტრი ხო ამ ამოცანას ვერ უპასუხებს შეიძლება განათლების სისტემას არ იცნობდეს კაცი დასვა იქ განათლების ამან რა უნდა გააკეთოს მითხარით ერთი და განათლების სამინისტროზე გადის დღეს ფაქტობრივად ბრძოლის ველი ხო ხედავთ ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ ეხლა შეიძლება კიდე რაღაც ეხლა უსმენდი განათლების სამინისტროს როდესაც გამოდიოდა პარლამენტში ლაპარაკობდა რაღაცა ტექნოლოგიებზე ლაპარაკობდა რაღაცა კიდე ევროპასთან თანამშრომლობაზე ერთი სიტყვა არ უთქვია იქ რომ რა გამოწვევებია და რა უნდა შეიცვალოს არ მე ვფიქრობ რომ უნივერსიტეტები უნდა გაიწმინდოს, უნდა გამოცხადდეს, საერთოდ რევოლუციური ცვლილებები უნდა მოხდეს. უნდა ახლიდან ფორმულირება უნდა მოხდეს ლექტორების, ახლიდან უნდა დაიწყოს ლექტორების დანიშვნა, ახალი გამოცდები უნდა ჩატარდეს და გაიწმინდოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ილიას სახელმწიფო, ვერ გავიგე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რატო უნდა უხდიდეთ ფულს ჩვენ და რატო უნდა იყოს იქ ეს ხალხი? რატო უნდა იყოს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ეს ხალხი? ერთია 10 კაცი ვნახეთ ჩვენ 10 კაცი, რომელიც მეც გავაზიარე, რომლებიც გამოვიდნენ და ჩვენო გმოვთო. როგორ მთელი ამ სტუდენტებიდან 10 კაცი არის მარტო რეალურად, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, 10 კაცის მეტი არ უნდა გამოსულიყო ამ მოვლენების დროს. სად იყო ინტელიგენცია, სად იყო ის ადამიანები, რომლებიც ბოდიში და ბიძინა ივანიშვილის იმას ელოდებიან კარტაზე, როდის დაერიცხება ქართუს კარტაზე თანხას. არ უნდა გამოსულიყო ინტელიგენციის წარმომადგენლები ახლა აი არნახული ღალატის მომსწრე ვარ. კარგი ტელევიზია არ გიხმობს, ხო? ეხლა მეც არ ვარ განებივრებული ამ სახელმწიფო არხებზე მიწვევით და ვერ გავიგებ სოციალური ქსელი არსებობს გაზეთი, არსებობს სხვა საშუალებები. ხო შეიძლება გამოსულიყვნენ ეთქვა სიმართლე, ხო? გაუგებარ ეხლა იმედის ლაივს უყურებდი გამოდიან ძირითადად პარლამენტის დეპუტატები და რამდენიმე ეხლა პოლიტიკოსი და რამდენიმე ექსპერტი, ხო? სად არის ინტელიგენციის წარმომადგენლები? ყოველთვის როგორ უნდა ჩაისვაროთ თქვენ, როდემდე უნდა შეიყოთ ასე. მე ასევე მინდა ერთი რამე ვთქვა. როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის, აი სპორტის დამსახურებული ოსტატები რო არიან და ნაკრების წევრები. აი ჩემი აზრია, რომ ეგენი ნაკრებში საერთოდ არ უნდა გამოვიძახოთ ჩვენ. იცით რატო? აი სწორედ მათ წაახალისეს ის ყველაფერი რაც რუსთაველზე ხდებოდა. შენ რო გამოხვალ და იტყვი რომ ხარდაჭერას უცხადებ მე აი ამ ბარბაროსებსო, ეს არის მწვანე შუქის ანთება აი ამ ბარბაროსებისთვის. აი როდესაც შენთვის სათაყვანებელი ფეხბურთელი იქნება ეს თუ რაღაცა სხვადასხვა სპორტის სახეობის სპორტსმენი, იტყვის რომ მე იცით რა არის? მე მხარს უჭერ ამათ. ესე იგი მე გამოვდივარ მე შენ შეიძლება საერთოდ არ ვიყო პოლიტიკაში ჩართული. უკვე მიჩდება მე ესე იგი გარკვეულწილად განცდა რომ წავიდე და მეც რუსთაველზე დავდგე. და თქვენ მოიცა ვაპატიოთ ამ ხალხს ეს ყველაფერი. ყოველ გაფაჩუნებაზე რომ არასახელმწიფო პოზიციას იჩენენ. ვაპატიოთ, ერთხელ ვაპატიეთ, ორჯერ რამდენჯერ უნდა შედალოცვილო ვერ გავიგეთ თუ რაღაცა გამოსვლაგინა პოლიტიკური განცხადებას. ერთხელ სახელმწიფოს დაუჭირე მხარი. მილიონები რომ ჩაგერიცხათ იმ რა ქვია ანგარიშებზე. საერთოდ არის ჩვენზე გაცილებით ძლიერი ქვეყანა და ფული არავის არ ჩაურიცხია იმდენი რამდენი ჩვენ ჩაურიცხე. სიმწრით და ბიუჯეტიდან გადმოგერიცხათ თანხები. ეხლა არა ვიღაცები კიდე ძალისმიერი სპორტის სახეობები სულ არ არიან საქართველოს მოქალაქეები და მილიონები ჩაურიცხეთ. აი ეხლა მე მაგ საუბარი ამ თოფურიაზე და იმ იმაზე რა ქვია ეს სტალინს რო აგინებს ეს კაცი.
ვერ გავიგე ესპანეთის სახელით ასპარეზობს კაცი. დიდი სამბით ჩარტერული ესი ჩამოვიყვანეთ, სტადიონზე გამოვიყვანეთ და გამოვიდა და ამ ბარბაროსებს დაუჭირა მხარი კაცო. ესეთი რამე გაგიგია, შედალოცვილო ვერ გავიგე, ორი სახელმწიფოს მხარეზე რატო არ დგები, მაინტერესებს. პატივსაცემ კი ბატონო, მაგრამ არც შენი ეგეთი ბოდიში და არც შენი წარმატება მინდა. ეხლა თუ ქვეყანას რო ანგრევენ და შენ ქვეყნის დამგრევების პოზიციაზე დადექი, ხო? ის სტალინის მაგინებელი კიდევ ვინ არის, ვერ გავიგე. მე როგორც გავიგე, მაგისი ძმა თურმე მუშაობს ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირთან დაცვაში და ვერ გავიგე, ეს კაცი ვერ ხვდები და დიდი ზამბით რო ჩამოვიდა ეს სტალინის მაგინებელი რა ქვია ხელისუფლება მოუწყო შეხვედრა მთელი მთავრობა იყო და კაცი ადგა და ბოდიში და მაინც იმას დაუჭირა მხარი ამ აქციის მონაწილეებს. გინა ნაკრების ფეხბურთელებზე ვლაპარაკობ. ჩემთვის მაგალითად ესენი მოგწონენ უკვე ამ დღების შემდეგ. მე არც ერთ პატივს აღარ ავცემ, იმიტომ რომ გახსოვთ ადრეც როდესაც აქციები იყო კიდე მომიტინგებს დაუჭირეს ხარი. ეხლას კიდე იგივე გააკეთეს. აი ჯობია საქართველოს ნაკრება ფეხბურთში წააგოს თამაში და პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი იყოს, ვიდრე ის, რომელიც ქვეყნის შიდა მტერს უჭერს მხარს და გამოვა მერე და ესე იგი ამათ გვერდით დადგება. ეხა უკვე მე ეჭვები მიჩნდება იმ უკრაინას და ფრედა ის მარცხი შემთხვევითობა ხო არ იყო მეთქი, იმიტომ რომ ეხა ესედი ისი აზროვნებენ, მე არ გამიკვირდება და დახეთ კიდევაც ეს თამაშები ჩვენ რომ მე ეხა თბილისში თამაში არ ვიტყვი, მაგრამ ის წინა პირველი თამაში, როდესაც წავაგეთ, როგორ უგერგილოდ თამაშობდნენ ესენი რა. რათმინა შენი ბოდიში მილანი, შენი ლივერპული, შენი ბოდიში ისა რა ქვია ნაპოლი თუ კი ადექი და ბარბაროსებს დაუჭირე მხარი, კაცო, ვერ გავიგე. ერთხელ ხო მაშინ გაჩუმდი საერთოდ და ხმას თუ იღებ რა. დაამხეს ქვეყანა და ესე გამოდიან და მე ჩემი ისა რა ქვია უმწეო ადამიანებს ისაო რა ქვია გვერდში უდგავ. უმწეო ადამიანი წევს ლოგინში. რა უნდა უმწეო ადამიანს პოლიციას რო ესვრის და ის არის უმწეო ადამიანი პოლიციას რო ესვრის და ცეცხლს რო უკიდებს რუსთავეს, ეს არის უმწეო ადამიანი. თუ მაინტერესებს თქვენ სადაც ცხოვრობ და სადაც ეხლა იმყოფებით, მანდრო პოლიციას ესე აგინოს ვიღაცამ და გადაწოს, თავს გადაუსვამენ, ხელზე რა უბედურება, რა თაობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი თავი და თავი, იმიტომ ვიძახი რომ ეს განათლების სამინისტროც უნდა შეიცვალოს, ძალიან ახლოს და ყველაფერი ეს იმის ბრალია რომ პირველი განათლების სამინისტროს, მე კიდე მეორე იმ განწყობების, რომელიც არის შექმნილი საქართველოში. არ შეიძლება ეს ყველაფერი მეგობრებო ასე გაგრძელდეს რა. არ შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს ესე, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რა მდგომარეობაშია ეს ქვეყანა. ჩვენ ხედავთ რომ ფაქტიურად სახეზე გვაქვს სახელმწიფო გადატრიალება. ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა და ამ დროს არანაირად ესე იგი არ ხდება რეაგირება ამ ყველაფერზე. ეს არის გაუგონარი ფაქტები. გაუგონარი ფაქტები და ამიტომაც თუ ჩვენ ამაზე რეაგირებას არ გავაკეთებთ, ეს იქნება უკვე გვიანია და თითზე გვიანი იქნება კბენანი. და აუცილებლად ასევე უნდა გატარდეს ის რომ ჩვენ უნდა მივახციოს იმათ რომ მედია გარემო შეიცვალოს ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ ეხლა როდესაც ერთი მედია, მეორე მედია ერთი და იგივე პლატფორმაზეა, ერთი და იგივე გარკვეულწილად ამ რუსეთს აგინებს. ეხლა უყურეთ, ეხლა უსმენს მთელი საქართველოს მოსახლეობა. ევროპა კარგია, რუსეთი ცუდია. და ეს ევროპა გეუბნება შენ რომ არ მინდებ ხარ, ეხლა კი ვრცელდება იმ რა ქვია ტრამპის სავარაუდო წარმომადგენელი ვინც იქნება ევროკავშირში, რომ ცოტა სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს ღმერთმაგნას რამე შეიცვალოს ამერიკიდან, მაგრამ არ შეიძლება ამ რუსეთის მტრის ხატად წარმოჩენა, მეგობრებო, არ შეიძლება. ამ რუსეთთან ურთიერთობა თუ არ დავარეგულირებთ, რანაირად დავარეგულირებთ. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს რიტორიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. არ შეიძლება ის რომ სულ მუდამად ვაგინოთ ერთმანეთს. მე აი ეს ფეხბურთელები სულ არ მიკვირს, იმიტომ რომ არავინ ემუნებოდა იმ გულშემატკივარს და მათაც ამ რუსებს რო აგინებდნენ. და მიშვებული იყო. ესე იგი, ეს არის რაღაცა 10 მცდებასავით არის, ესე იგი, პირველი ევროპის მხარდაჭერა, აი პატივიეც ევროპას, მეორე აგინე რუსეთს, მესამე აგინე ყველაფერს იმას, რაც შენ ნითი ამაყობდა და მოდი შემდგომ ესეთი რაღაცია. პრეამბულა ესა. ანუ თუ გინდა რომ მოხვდე ხელისუფლებაში, თურმე უნდა აგინო რუსეთს და მერე კიდე სხვა რაღაცა. გასაგები ახლა ხელისუფლებიდან მაღალი რანგის თანამდებობიდან ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობისპირებიდან გინება არ არის, მაგრამ დაბალ გოლში ვხედავ ჩვენ ამ ყველაფერს, ხო? არ შეიძლება იცით რა არის ხა
ვერ გავიგე ხა თუ ევროპა არ გვიდა, ამერიკა არ გვიდა, ვიღაცას და ხოვდა ვიყო და ბიჭო, აგერ ეს რუსეთი ხარს გიჭერს. რამდენი გადატრიალება მოხდა, ცდელობა იყო გადატრიალების, რუსეთი დაგვიდგა გვერდში. თქვა რომ ჩვენ გვგობთ ამ ყველაფერს. მაინტერესებს ვინ გააკეთა გაცხადება სხვაგვარი. და ეს ოკუპაციაც რო ლაპარაკობთ, ხო უნდა დასრულდეს ეს ოკუპაცია. აი ხლა აქ რუსეთში მექნება შეხვედრები, მაღალი რანგის შეხვედრები და მის შესახებ ინფორმირებული იქნები და ყველანი საქართველოს მიმართ გამოვხატავენ უდიდეს ინტერესს, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს, რომ ხელისუფლება ჩამოვიდეს, რომ აღდგეს რუსულ-ქართული თანამშრომლობა და ჩვენ რატო არ გვიდა რომ ეს გავაკეთოთ? რომ არ გვიდა ჩვენ რაღაცა ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით გადავდგათ დაბიჯები. არ გვიდა რომ ეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები გავაღრო. თუ მარტო გვიდა რომ აი ტურისტები ჩამოვიდეს და ამათმა პროდუქცია შემოიტანოს ჩვენთან. იცი თუ არა რომ მილიონობით ადამიანი ჩამოდიოდა და უკვე ბრონები გააუქმეს. აი რომელი ჩამოვა ეხა საქართველოში, რომელი რუსი ჩამოვა საქართველოში, გეკითხები თქვენ. აი ვინ ჩამოვა დღეს საქართველოში? მე ვიცი რომ ბევრი მოდიოდა, აღარ მოდის. თან აი რუსეთის სექციამაც გააკეთა განცხადება საქართველოში, რომ იმ ადგილებში, სადაც ეს თავშეყრის ადგილებია, თავი შეიკავეთ იქ ყოფნის გад. ეს უკვე გარკვეულწილად სიგნალიც არის, მეგობრებო. აი რომელი ჩამოვა და ჩვენ კარგად ვიცით რუსების და ბელორუსების და ყაზახების გარდა ძირითადად არავინ არ ჩამოდის. აბა ეხლა ეს სააკაშვილი რატო იდგა იქ ლაშთან და რატო ეპატრიშებოდა რუსებს რომ შემოდიდო. გერმანელი ფრანგი ახალ წელს არ ჩამოვა საქართველოში. ეხლა მთელი აჭარა დარჩება შიერი ამ ახალ წელს, არავინ არ ჩამოვა სავარაუდოდ და თბილისში ხო საერთოდ საუბარი. ეხლა აი არეულობის ფონზე ხათ კიდათ ვინ ჩამოვა საქართველოში. აი ეს მიაღწიეს საბათმა, რომ შიერი დატოვეს საქართველოს მოსახლეობა. და მე ერთი არის კიდე რომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ რომ აი გამოწვევ მიზეზებზე და იმაზე თუ რამ გამოიწვია შედეგები, გამოიწვია იმან რომ პირველი არ გაიწმინდა ხელისუფლება ნაცებისგან, მეორე რომ რუსეთთან ურთიერთობები არ დაალაგდა, მესამე ის რომ არ შევწყვიტეთ ამ რუსეთის გინება, მეოთხე ისე რომ გარკვეულწილად ჩვენ არ შევქმნით ჩვენი იდეოლოგია. რა არის ჩვენი იდეოლოგია? რომ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, ჩვენ ევროინტეგრაციისკენ მივდივართ, არ მივდივართ, ჩვენ ევროინტეგრაციისკენ კი არ უნდა წავიდეთ, ჩვენ უნდა წავიდეთ სოხუმისა და ცხინვალისაკენ. და მშვიდობიანად თქო და სოხუმისა და ცხინვალისაკენ და ოსებისაკენ და აფხაზებისაკენ. ეს უნდა იყოს ჩვენი დევიზი. და რომელი გზაც მიგვიყვანს ჩვენ ოსებამდე და აფხაზებამდე, იმ გზით უნდა მივიდეთ. და ჩვენ ევროინტეგრაციის გზით, სიარულით და ეხლა მე არ ვიცი ვერ მივალთ იმ ოსებამდე და აფხაზებამდე. აი იანუკოვიჩი რაც გაუკეთეს, იგივეს უმზადებენ ამათ. და ეხლა ჩვენ რახან ხელისუფლება ვერ დაამხეს და ეხლა თუ შეცვალა თქვა იგივე ევროკავშირმა პოზიცია ჩვენს მიმართ და მოდით რა ეხლა ისევ დავიწყოთ ლაპარაკი და გინა ამერიკა. მე იცი რა იქნება? იქნება ის რომ ჩვენ რახან არ გამოვიდათ საქართველოს სახელმწიფო გადატრიალება, მოდით და დავილაპარაკოთ და ისევ იყავით თქვენ რუსეთთან ესე დაპირისპირებული და არ დაელაპარაკოთ რუსებს, თუმცა ჩვენთან იყავით ისევლე იმ ფორმატში, რა ფორმა ევროკავშირში შედაც არ მიგიღებთ, მაგრამ იყავით აი ესე ურთიერთობაში ჩვენთან. შეასრულეთ დავალებები, იყავით, რასაც გეტყვით, ის გააკეთეთ. ევროკავშირმა მოითხოვა საქართველოში, რომ 80% კაცების დაჭერილი ყოფილიყო ციხეში. ევროკავშირმა მოითხოვა ის, რომ სტამბოლის კონვენციას უნდა შეერთებოდა საქართველო და ევროკავშირის გარკვეული დირექტივებია ის, რომ საქართველოს პარლამენტში არც ერთი კონსერვატიული ძალა არ არის ეხლა. მე ვფიქრობ, ახალი პოლიტიკური მოთამაშეებიც უნდა გამოჩნდნენ. არ შეიძლება ხელისუფლება მარტო დარჩეს აი ამ ბარბაროსების გვერდით. აქ ეხლა რო ყოფილიყო სხვა პარტიებიც, უფრო კომფორტული იქნებოდა ხელისუფლების პოზიციაც, იმიტომ რომ ის იტყოდა, რომ მარტო მე კი არ ვეწინააღმდეგები ამას, ის ხვებიც ეწინააღმდეგები. რატო არ შეიძლება რომ ხვებიც იყვნენ კაცო პარლამენტში? აი ხა მაგალითად რუსეთში, როდესაც სახელისუფლებო პარტია არის, აქ არის სხვა პარტიებიც, მაგრამ ის სხვა პარტიებიც სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავენ. LDPR, კომუნისტური პარტია, იგივე ფაქტობრივად იდენტური პოზიცია აქვთ მათ სახელმწიფოს პოზიციაზე დგანან, მაგრამ არიან ოპოზიციური პარტიები ქვიათ ამათ. ასევე ხო შეიძლება საქართველოს პარლამენტში იყოს პარტიები, რომლებიც იქნებიან ხელისუფლების გარკვეულწილად იდეოლოგიის მომხრები იქნებიან, შეიძლება რაღაცაში არ დაეთანხმონ და ძნელბედობის ჟამს იმას კი არ გააკეთებენ, რაც აებათმა გააკეთეს ამ ნაძირალებმა ნაციონალებმა.
და ბოლო-ბოლო რამდენი უნდა ვაპატიოთ მაინტერესებს ამას. ვინმე კონსერვატორს ეგრევე გაეკეთებინა, რაც ამათმა გააკეთეს. დღეს ხო მიცოცხალი არ იქნებოდა ის. აი წარმოგიდგენიათ ეხლა რომელიმე კონსერვატიული ძალას, აი ეგრო გაეკეთებინა რუსთაველზე, რომ აი ხო საერთოდ განადგურებული იქნებოდა ეს ყველაფერი. ჩვენ ეხლა ამათ თუ ესე გვაპატიეთ ეს ყველაფერი, ხვალდაზე კიდე უარეს გააკეთებენ ესენი. და მე კიდე ეხლა მე დარწმუნებული ვარ ეს რუბიკონი გადალახულია უკვე და დამთავრებულია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ამით თუ ვიქნებით კმაყოფილი რომ რახან ესე არ მოხდა გადატრიალება და ცხოვრება ისევე იმ ტემპში უნდა გავაგრძელოთ, მაშინ იცით რა არის, ეს ქვეყანა არასდროს არ იქნება ესე დასვენებული და მოსვენებული. ჯერ შეხედეთ რა ახალგაზრდობა მოგვიწამდეს. მაინტერესებს ეხლა იმ ახალგაზრდები, რომლებიც რუსთაველზე დგანან, იმათმა რა შვილები უნდა აღზარდონ, არ რა მომავალი უნდა შვან, მაინტერესებს, როდესაც ეხლა პირდაპირ გამოდიან და ბოდიშ და წვავენ და ანადგურებენ ქვეყანას და ბავშვები მიყავთ კიდე იქ. აი შეიძლება მათ და მე მაინტერესებს ერთი აი ტვინი რო არ აქვს ერთი უჯრედი მაიდანის სცენარით რომ მიდიან. დავინახეთ მოხდა მაიდანი კიევში და სახელმწიფო აღარ არსებობს. და ვერ ვფიქრობ რომ საქართველოში თუ მოხდება მაიდანი, საქართველო აღარ იარსებებს. დამთავრდება ეს ქვეყანა. დამთავრდება საქართველო აღარ იქნება. რატო არ ფიქრობთ ამას? აი რატო არა გაქვთ ესეთი განცდა ამ ყველაფრისა? და მე კიდე ხო დავინახეთ აგერ რომ ამ ხელისუფლებამ ხო უნდა დაინახოს ის ხალხიც, რომლებიც მაგალითად რაღაც სახელმწიფო მე პირადად ამ ხელისუფლებისგან სიმწარის, ამ ხელისუფლებისგან გულისტკენის არაფერი არ მახსოვს. მაგრამ ყოველთვის, როდესაც ძნელბედობის ჟამი იყო, ყოველთვის ვიჭერდი სახელმწიფოებრივ პოზიციას. და ის ხალხი, რომლებიც ესე იგი მილიონები იშოვეს ამ ხელისუფლების დამსახურებით, რომლებმაც პრივილეგიები მიიღეს, ბოდიშ და რაღაცა რო იქნება აქციები, ან მოწინააღმდეგე მხარეს გადადიან, ან კიდე იმასე, რა ქვია, სოროებში არიან შემძროლები. როდესღაც ხო უნდა სხვა ხალხიც დაინახოთ, რო იძახით, იმ დღეს გამოვიდა ერთი ექსპერტი ამ ხელისუფლების ხარდა, აიო, სხვა ვინ არისო, ბესელნიამ და გოგიჩაიშვილმა გვიყალატაო და აბაო, ეხლა ვაი, ესე იგი ამ ბოზანდარა ხალხის დანახვის გარდა სხვა ხალხიც რო დაინახოთ არ შეიძლება კი, მაგრამ ვიზზე ნაკლები გავაკეთეთ ჩვენ პირადად მე სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდი 2007 წლიდან და თან ვიბრძოდი როგორ ტელევიზიით გამოვდიოდი ყველა იმ რაღაცა გარკვეულ არხებზე რომელიც საშუალება იყო და აქციების მონაწილე ვარ და არ ვიძახი რომ ვინმეზე მეტი მაგრამ არც ნაკლები გამიკეთებია ვიღაცაზე ხო სხვა შეიძლება მე კიდე ამას რო ვიძახი რამე ხელისუფლებაში მოსვლა და რამე ის კი არ მინა თანამდებობა მაგრამ ბიჭო ელემენტარულად დაგვაფასეთ მაინც ელემენტარულად დამოუკიდებლობის დღე რო არის შეიძლება არც მოვიდეთ მაგრამ მოსაწვევი მაინც გამოგიგზავნეთ შეხვედრები თუა იქ მაინც დაგვაფასეთ რომ მოვიდეთ არ შეიძლება ესეთი რა ვიღაცა გამოვა ჰარი პოტერივით დაიწყებს ლაპარაკს და არ აინტერესებს სხვა ეხლა არჩევნები მორჩა დამთავრდა ხალხთან ურთიერთობა უკვე დააფასეთ ეს ხალხი ვერ გავიგეთ და თან ერთგული ხალხი არც ისე ბევრი ყავთ თქვენ გაწმინდეთ რას ვითხოვთ გაიწმინდოს უნდა უნივერსიტეტები გაიწმინდოს მედია აი კომუნისტებს ჰქონდა იდეოლოგიის სამსახური შეიძლება სხვა და ეხა სტარკომი თუ ტრაკომი თუ რა ვიცი რა ქვია იმას დაარსეთ რაღაცა ორგანიზაცია რომელიც საერთოდ არ პასუხობს რაღაცა მოთხოვნებს იდეოლოგიის სამსახური უნდა იყოს შეიძლება იდეოლოგიის სამსახური არ ერქვას მაგრამ სხვა სამსახურის სახელით იყოს ცნობილი ეს სამსახური ხო არ შეიძლება მეგობრებო ესე რაღაცა ყველაფერი იყოს ესე მიშვებულია რა ეხლა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დარახველიძე აკეთებდა კაცო იმას ბრიფინგს შეუვარდა იქა ვიღაცა გოგო ერთი თანამშრომელი აკავებდა მაინტერესებს 100 კაცი რო ყავთ პრესცენტრში იქ ერთი კაცი უნდა მდგარიყო რომელიც იმას დააკავებდა ან ბოლო ერთი გამოვედი წინაზე და რაღაცა მოვითხოვე რომ კადრები გაავრცელეთ მეთქი რომელთაც ასახავს პოლიციებზე ძალადობას მეთქი რაღაცა 7 წუთიანი მასალა გაავრცელეს და იმ 7 წუთში არც ჩავს ისეთი დრამატიზირება სურათის რომელიც ასახავს პოლიციებზე ძალადობას ზად ისეთი ზედაპირული მასალა იყო რა აქაც ღალათა გვაქვს საქმე ეს პრესცენტრების გასაწმენდი არის ყველა თითქმის პრესცენტრში არის ჩაბუდებული ნაწები არის ცით მაინტერესებს მე რომ ვიყურებ და მე რომ ისმენ და ჩემ ლაპარაკს რო უსმენ იმათაც მოусმინეთ კაცო რა თელი ყველა პრესცენტრი დღეს ყველა პრესცენტრი თითქმის არის დაკომპლექტებული ნაცებით. სახელმწიფო აპარატი რო ავიღოთ, სახელმწიფო აპარატის 70% ნაცებით არის დაკომპლექტებული. და ეხლა ზოგიერთი კიდე ჭკუა იყო და თლათ ესე აქტიურად არ გამოდიოდა, მაგრამ ხალხი ამთავრებდა 6-ზე სამსახურს, 6-ის მერე აქციაზე მიდიოდა.
ეს massa, რომელიც ქუჩაში გადიოდა, ვინმე მართავს, რომ არ იყო შთამბეჭდავი. საქართველოს მოსახლეობის მიგრაციას თუ გავითვალისწინებთ, არ იყო ეს თლათ ესეთი პატარა ციფრი, რაც გამოდიოდა, ბოლოს კი მოიკლო, მაგრამ არ იყო პატარა. ამიტომ ეხლა დასკვდები თუ კიდე ვერ გამოვიტარეთ. აი ყოველთვის ესეთი გაცდა გვაქვს, რომ აი ეს ჩაივლის, ეხლა უკვე სხვადასხვა იქნება და მე გაივლის ხარი, მე ისე ვიოდ გაცრუება. ეხლა ამის მერე თუ კიდე დასკვდები ვერ გამოვიტარეთ და მარტო 2-3 კაცი გაუშვით სამსახური და აღარ ყოფილა საშველი მართლა და აღარაფერი აღარ ყოფილა. და კიდევ ენის მოჩლექი თუ დავიწყეთ ამ ევროპაზე ლაპარაკი რა. ბოლო იცით რა არის, აი ველოდებით თქვენგან იმას რომ დაიწყოთ აქტიური სვლა რუსეთისაკენ. მაგრამ ამას ნიადაგის მომზადება უნდა. ჩვენი ტელევიზია კი არ უნდა დაბლოკოს ამ სილქნეთმა და კიდე სხვებმა. არამედ პირიქით ჩვენ უნდა შეგვიწყოთ ხელი ყველა იმ ტელევიზიას, რომელიც ამას აღვივებს და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ აი ხო დავინახეთ რა, რომ ესე იგი, ეხლა თუ კი აი ესეთი განწყობები იქნება, ჩვენ ვერასდროს ვერ გავალთ ფონს. აი ხლა აქ ეს სამართლიანი ხედვა იყო ესეთი 2024 დაჯილდოება. ჩამოსული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები და აი მართლა აი იცით რა არის, აი სინანულის შეგრძნება მქონდა რომ ისეთი ნორმალური ახალგაზრდები არიან ჟურნალისტები, მოწესრიგებული ადამიანურები და წარმოვიდგინე ხა საქართველოსთან რომ ჩამოსულიყვნენ აქ იქნებოდნენ ესე იგი უზრდელები თავხე ყველაზე არ მაქვს, მაგრამ 80% ქართველი ჟურნალისტების არის თავხედი, უზრდელი. ან ჩამოვიდოდნენ აქ ბოდიში და ჯერ დრესკოდი ამათ არ აქვთ, არიციან სადრა ჩაიცვან, არციან სად აი რას გვანან ესენი კიდე ერთხელ მეორე. ესენი არიან აი კიდე სახში არ არიან შემოსაშვები რა. ეხლა აი პირველ არხზე რა ხდებოდა კიდე. პირველი არხმა ამ კალმა ვერ გავიგე ტელევიზია ვერ ჩაკეტა იქ რო არ შევარდნილიყვნენ იქ ამ თიკო ბერძენიშვილმა ვიღაცები რო სოლიდარობას გამოხატავთ ამ ქალის მიმართ რა მაგარი ყოფილიყარო რა აქვს სასოლიდარო ამ ქალს მაინტერესებს პირველი არხის შენობა ჩაეკეტა თუ იქნებოდა შევარდნა ეგ იქნებოდა უკვე სისხლის სამართლის დანაშაული ტელევიზიების მეტი რა აქვს მაინტერესებს ფორმულა მთავარი არხი კავკასია TV პირველი ტელევიზია ვითომ არ ქონდეთ ამათ და არ ქონდეთ საშუალება ეს ხუნწარია ეს არარაობა ქალი ეს მივიდა ეს როგორ უნდა ამოიღოს ხმა ამან და ეს მერიაში იყო დასაქმებული ეს ქალი რა კახი კალაძემ სულგზელობა გამოიჩინა ვიფიქრა რაღაცა მივცემ შაზო არ შეიძლება ამათ კიდევ ერთხელ ნაციონალის მიმართ გამოხატული სულგზელობა და გამოხატული რაღაცა გარკვეულწილად ის რომ რევერანსი გამოვიჩინოთ მათ მიმართ ეგ არის ის რომ ხვალდაზე შემოგვიტრიალდება ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შემოგვიტრიალდება ეს ყველაფერი და შემოგვიტრიალდა კიდევაც აგერ ხო ყველა თითქმის უწყებიდან მოღალატეებმა დაიწყეს სკრისებმა ვირთხებმა რბოლა იქითკენ იცით რა არის აი უკვე გულიც გასკდა რა იმიტომ რომ აღარ შეიძლება რამდენი ხანი მთელი ცხოვრება ამ რუსთაველზე უნდა ირბინოთ ხალხო რა უბედურება და ბოლოს ხო შეიძლება წესრიგი დავამყაროთ ამ ქვეყანაში ვინმე დაარღვევს წესრიგს მიეცეს პასუხისგებაში და იდეოლოგია იყოს ისეთი რა პირველ არხი დაუბრუნდეს საზოგადოებრივ არხის დატვირთვა ქონდეს არაეროვნულ და ესე იგი იმაზე საქართველოსზე არაორიენტირებულ ახალგაზრდობას როზდით ეს არ არის მედიის და ჩართეთ ბოდიში ეს გიდა იმედი ჩართეთ გიდვე პირველი არხი აბე ეროვნული გადაცემა არის საერთოდ რა ისტორია ამათმა არიცია კიდე და არაფერი ამათმა არის ჩვენ გვებძვიან მარტო ესე იგი მე მისმენენ მე იმას მიშვებია და მე მაკონტროლებენ მე რო ერთი გადაკრული სიტყვა ვთქვა მთელი ბოდიში და სახელმწიფო ისინი დამილეკავენ რატო თქვი ეგეთი რაღაცაო და ესენი დაგინებენ ლანძღავენ და მაინც სახელმწიფო არხებზე ზიან კიდე რა მე ყოველთვის კიდევ ერთხელ მეორე მხარდაჭერი ვარ და მადლობას ვეუბნები ხელისუფლებას რომ სწორი ნაბიჯები გადადგა მაგრამ აქამდე რომ არ მივიდეთ კიდე და ესეც გადალახული იქნება დარწმუნებული ვარ უკვე ჩამცხრალია ყველაფერი და ის მაგრამ ეხლა იცით რა არის მგელიო და მართლამოვა ის გელი ხარ რამდენჯერ შეიძლება გადარჩეს ეს ხელისუფლება კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს მეგობრებო რა აღარ შეიძლება ესე უკვე და თან ვინ რომ მოდის ეხლა ჩვენ მომავალზე ხო უნდა ვიფიქროთ ეხლა ეს თაობა სახელმწიფოს ააშენებს რომელიც იქ დგას რუსთაველზე ესენი დაანგრევენ ქვეყანას ესენი დაუბრუნებენ საქართველოს აფხაზეთს აი რო აგინებთ ამ რუსეთს მაინტერესებს რო აგინებთ მაინტერესებს რუსეთის გინები თქვენ დაიბრუნებთ იმას აფხაზეთს და სამაჩაბლოს რუსეთის დედა რუსეთის იზა თან გამოდიან ის ხალხი რომლებიც თელი ცხოვრება რუსეთში ბიზნესები ქონდა და ყველაფერი
მე აქ რო ვარ კონკრეტულ ღონისძიებაზე. რუბლი არ ამიღია არც ერთი უწყებიდან აქ რუსეთში ყოფნის დროს. და გამოვდივარ და მიუხედავად იმისა, აი სხვანაირად კი არ გამიგოთ, საქართველოსთან ყოფი პირი აქ რო ჩამოდიან, ყველა დამალული ხდება იმას, რა ქვია, ვინმეს. მე აგერ ბოდიში და იმასთან, რა ქვია, ახალგაზრდა გოგონებთან სურათი რო გადავიღე, ისიც კი დავდე Facebook-ზე, ხა ბოდიში და ვიღაცამ შეიძლება სხვა რაღაცა იფიქროს, მაგრამ ეს ეხლა უბრალოდ სხვა დატვირთვა ქონდა, ამას ის დატვირთვა ქონდა, მეგობრებო, რომ ეხლა აი პიდარასტულ ამერიკას მირჩევნია ტრადიციული რუსეთი. და იმ ამერიკულ ნატოს მირჩევნია ეს რუსი ნატაშები. დიახ, ეს მირჩევნია მე. მირჩევნია და აი ეს დატვირთვა ქონდა რა. მე პიდარასტებთან ყოფნას მირჩევნია ტრადიციული ფასეულობები მირჩევნია. და კაცთან კი არ უნდა იაროს, ქალთან უნდა იაროს და ეს ვანახე მე. ეს ვანახე, თორე მართლა ახლა იქ რაღაცა სხვა ის კი არ მქონდა რაღაც დატვირთვა იმ რაღაცას, ხო და აი ეს იყო შინაარსი. ეხლა ხო და ამიტომ მე ერთი რამე მინდა ვთქვა, აქ რო ჩამოვდივარ სხვებისგან განსხვავებით, სადაც მივდივარ, ყველაფერი ამას ვდებ. და აქ ხალხი ჩამოდის და ბოდიში და ის ვერც გაიგებ აქ რო ჩამოდიან და ვერც გაიგებ რომ რისთვის ჩამოდიან. და ეს იცი რატო თუ საქმის გაკეთება გინდა, უნდა იყოს ღია, არ უნდა გეშინოდეს არაფრის. და ამიტომ ჩვენ თუ კი გვინდა თანამშრომლობა, არის რაღაცა რამდენიმე პირი აქვს ორგანიზაცია, ესე იგი მოყავს აქ ხალხი და მე ბოლოს ამას დავასახელებ კიდევ ამ პიროვნების სახელ და გვარს, რომ მოყავს ეს ადამიანები, ვერც გაიგებს საერთოდ რა ღონისძიებაზე, რო ვეკითხები, არა ეს დაფარულად არის, არ არის საჭირო ამის გასა. კი მაგრამ ვერ გავიგე, სად გაგონილა, სხვები თუ ამბობენ, სადაც მიდე, შენ რატო არ იძახი ამ ყველაფერს, ხო? ან ბოლო ეს ხალხი თუ არ იტყვიან, სად იყვნენ, მაშინ რა აზრი აქვს ასეთი ხალხის წაყვანას ამ რუსეთში. ესენი ეს რუსები ფულს იმიტომ იხდიან, სწორედ გაიგოს თელმა ქვეყანამ, რისთვის ჩამოდიან აქ. და მე ვერ გავიგე, თქვენ ჩემს გარდა გაგიგიათ ვინმე 1-2-ის გამოკლებით რუსეთში ჩამოსული იყოს და მე მას ჩაებარებინოს საზოგადოების ანგარიში რისთვის იყო და რატომ იყო ჩამოსული. მე ყოველთვის გაბავრებ თქვენ, იმიტომ რომ მე იქ ინსინუაციები არ იყოს, აი ახლა ეს წავიდა იქა და რაღაცა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა. ხო, ესეთი რამე არ არის არასდროს არა. ამიტომ მე ერთი რამე მინდა გითხრათ რა მეგობრებო, რომ ჩვენ ყველა მხრივ რაღაცები ყოფს შესაძლებელი, ყველა მხრივ. მაგრამ პირველ რიგში აი ხა მე რუსეთში რომ მაგიტო კი არა საქართველოში რო ვარ, ჩემი გადაცემების 95% რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენას ეხება და ამიტომაც დავიწყე რუსულ ენაზე გადაცემის კეთებას, იმიტომ რომ საქართველოს გადარჩენა და საქართველოს განვითარების გზა არის მოსკოვში და არა ბრიუსელში და არა ვაშინგტონში. ეხლა კიდე მეწოდება ის ხალხი ვიღაცა რო ელოდება რომ აი ტრამპი მოვა და რაღაცა შეიცვლება. იცით რა არის ტრამპის მხრიდან შეიძლება ისეთი აგრესიულობა არ იყოს როგორიც იყო ბაიდენის მხრიდან, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ თქვენ რომ ამერიკა არასდროს არ დაუშვებს იმას რომ საქართველოს რუსეთის ურთიერთობები იყოს დალაგებული. იმიტომ რომ მას თავისი ინტერესები აქვს რუსეთის მიმართ, იგივე ჩინეთის მიმართ. ეხლა როგორ ფიქრობთ თქვენ, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მოხარული იქნება იმისი, რომ მაგალითად ანაკლიაში ჩინელები ააშენებენ პორტს. ან ისინი თანახმა იქდებიან იმაზე, რომ მაგალითად სიტყვაზე რუსეთის დელეგაციები ჩამოვიდეს. არა მეგობრებო, და მე ერთი რამე მინდა კიდევ უთხრა ხელისუფლებას. მივცეთ შანსი პარტიებს, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, რომლებიც არიან მოწოდების სიმაღლეზე ქვეყანა დაიცვან და მათაც მიეცეთ პოლიტიკური აქტივობა. ეხლა პარტია რა არის, თუ ჩაუკეტე შენ მედია საშუალებები. ეხლა მაგალითად არის რაღაც ტელევიზიები, ჩვენი ტელევიზია კიდე, მაგრამ ჩვენ შეძვრთები გვაქვს ესე იგი წაჭრილი, იმიტომ რომ ეხლა სილქნეთი, აგერ აი ხა თქვა სილქნეთზე და მაგთიზე გამახსენდა. სილქნეთისგან არ გამკვირვებია, მაგრამ პრინციპში გამიკვირდა. ეხლა ეს ზარალა რო დაყვებათ სამთავრობო შეკრებებზე, ხო დაინახეთ, აგერ როდესაც არეულობა იყო, სილქნეთი ვის გვერდით დადგა. და მე შევარდადის ოჯახისგან მიკვირს კიდე თქვენ ვის გვერდით დადექით, როდესაც განცხადება გააკეთეთ, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ არის. ვინც ეს თქვა, ჩვენი გზა ევროპისკენ არის, ეს იყო ირიბი მხარდაჭერა იმ დასავლეთისკენ. ეხლა შევარდნაძე არ ვიცი, აი ცოტა მიკვირს რა, მე მაგთისგან გამიკვირდა ეს განცხადება სიმართლე რო გითხრა. და ზარალა რო მიყავთ, აქ-იქ დაატარებ ამ სამთავრობო იმებზე და ეს ნახევარი რუსთაველი რო იყიდა, მაგან კიდე მიეცით საშუალება, რომ რუსთაველის ყიდვის შემდეგ მთელი საქართველო იყიდოს, რომ მე ის ფული ადგეს და არალეგალურად მისცეს იმათ, რა ქვია, ამ ნაცებს.
და Coca-Cola-ს კიდე რომელიც ესე ეხლა მაგალითად აი სულ დამავიწყდა კაცო და მე თქვა სომხეთში არ არის McDonald's და Coca-Cola ესე იგი ჩამოიქცა სომხეთი. სომხეთს პრობლემა არ აქვს McDonald's რო შეუშვას ბაზარს. რატო არ უშვებს? აი ჩვენაირად პატარა ქვეყანა არის. რა ვინმე ეტყვის იმას პაშინი. აი McDonald's-ი არ არის და რაღაც. მოდი გავაკეთოთ ჩვენი ეროვნული რაღაცა წარმოება. აი ესეთი სტრაფიკების ობიექტი ჩვენ არ შეგვიძლია. აი რუსებმა გააკეთეს კუსნაი ტოჩკა. და მოდი და ნახეთ, სულ იგივე პროდუქტია. ხო შეიძლება ჩვენც მოვიგონოთ სახელი და გავაკეთოთ, გავაძევოთ ეს ნაძირა და McDonald's-ი საქართველოსთან. და ეს თემურა ჭყონია, კალგოტკებიანი თემურა ჭყონია გავაგდოთ საქართველოსთან. მისი შვილთან ერთად. ხო შეიძლება ეს გავაკეთოთ, მეგობრებო. ვერ გავიგე საქართველოში, ვერ გავიგე იმას, რა ქვია, კატლეტს და პურს ვერ დავადებთ ერთად იმას წვანილს და მე ამას ისე ვამბობ ცოტა ესე იმათ, ხა მართლა ყველაფერს თავის ტექნოლოგიები უნდა, მართლა თლა კატლეტი არ არის, მაგრამ არ შეგვიძლია ჩვენს ამის გაკეთება? აი ხა მადა არის შესანიშნავი საკონდიტრო ნაწარმს აკეთებს. მე მაგალითად ყოველთვის ამ პროდუქციის შემძენი ვარ და მადა ჩამოაყალიბა ის ბრენდი, რომლითაც ქსელი ჩამოაყალიბა, რომლითაც მთელი საქართველო ყიდულობს მის პროდუქციას, ხო? რატო? აი რომ მიეცეს მადას დარწმუნებული ვარ, საშუალება ჩამოაყალიბებს იგივე სერვის, როგორიც აქვს ესეთი სერვისი აი ამ მას რა ქვია McDonald's. მიეცით საშუალება იმას, რა ქვია, მადას. ეს პირობითად თქვი მადა, მაგრამ სხვა პროდუქტი ხა იმიტომ რეკლამა სხვებსაც შეუძლიათ ეს. ვერ გავიგე Coca-Cola, რომელიც არის საქართველოს ნაკრების სპონსორი, არის ესე იგი ამ აქციების ასევე სპონსორიც. ასევე ეროვნული ნაკრები, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, დავინახეთ რომ როგორ მისი წამყვანი ფეხბურთელები რა პოზიციას გამოხატავენ ამ აქციების დროს. ეს არის გაუგებარი, მეგობრებო. ეს არის გაუგებარი და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი უნდა აილაგმოს ერთხელ და სამუდამოდ. აი მე ხა ძალიან მომეწონა ირაკლი კობახიძის ბოლო გამოსვლა. მოგესალმებით. ჩავარდნილი ნაცმაიდნის შემდეგ ხედავთ რომ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები არიან გადასული იმასე რომ რამენერად მცირედით მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის გარკვეული ზიანი მიაყენონ ბიზნეს საქმიანობას და ეს შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა ეს ცდილობებიც არის განწირული წარუმატებლობისთვის, ეს არის ბოლო დავალება, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, ნაცმაიდანი ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოთქვა ჩემი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სისტემური ძალადობა, უხეში სისტემური ძალადობა, რასაც ჩვენ ხედავთ თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ შესაბამის სუბიექტებს, გულისხმობ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საერთაშორისო სუბიექტებს. არავითარი დაგმობა ძალადობის ეს რა თქმა უნდა არ შეშვენის არც ევროკავშირის წარმომადგენელ, კონკრეტულ დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს და არც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელ შესაბამის დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს. იმედი გვაქვს, რომ ასეთ დაგმობას მომავალში მაინც იხილავთ. რა თქმა უნდა, არ დაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განიხილება როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო. გუშინ ვრცელდებოდა კონკრეტული ვიდეოკადრები, რომლებიც ასახავდა ძალადობას პოლიციელებზე, ძალიან უხეშ ძალადობას პოლიციელებზე და ადამიანები, რომლებიც მანამდე მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციას გამოხატავდნენ, ამ შემთხვევაში იწონებდნენ და ხშირად აჟიტირებული კომენტარებით გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ უმძიმესი აგრესიის მიმართ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის მიუღებლობა მათთვის არის მხოლოდ ფარისევლობა და ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ოპოზიცია ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, ისევე როგორც მდიდარი NGO-ების ლიდერები იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ მძიმე უხეში სისტემური ძალადობის გამო, რომელსაც ხედავთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე, ხედავთ მთელი ამ დღეების განმავლობაში. სკოლების პოლიტიზება არის კიდევ ერთი თემა, რასაც კიდევ ერთხელ მინდა შევეხო, ეს არის ყოვლად ამორალური
ქმედება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს ზოგადად და ლიბერალური ფაშიზმის სახეს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა არჩევნების თემას. თქვენ ხედავთ, რომ ჯერ ევთოდირმა აღიარა ეს არჩევნები, პირდაპირ საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტული. საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა ასევე არჩევნების ლეგიტიმაცია, თან ეს მოხდა 7 მოსამართლის ხმით. თქვენ გახსოვთ, რომ 3 მოსამართლეს მანამდე აცხადებდნენ გმირებად, სიმართლის დამცველებად. ამ შემთხვევაში ამ 3-დან ერთ-ერთმა მოსამართლემაც მხარი დაუჭირა არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ დასკვნას და ის გახდა ლიბერალური ფაშიზმის ბულინგის, ეგრეთ წოდებული ბულინგის მორიგი მსხვერპლი. ანუ არის ეუთოდირის დასკვნა. მე შეგახსენებთ, რომ ეუთოდირი არის მთავარი ინსტიტუცია, რომელიც აფასებს არჩევნებს და არის წარმოქმნილი ეუთოდირის დასკვნა. არის საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური სამართლებრივი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და არის ნული მტკიცებულება არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ შესაბამისი საერთაშორისო სუბიექტების პასიურობას და ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ეს სისტემური ძალადობა, რომელიც ხდებოდა ამ 6 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე თბილისის ქუჩებში. ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, კავშირში და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან მძიმე დაისახება კონკრეტული ინსტიტუტების რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში. გულისხმობ კიდევ ერთხელ პირველ რიგში ევროკავშირის კონკრეტულ პოლიტიკოსებს, კონკრეტულ ბიუროკრატებს და სამწუხაროდ მათ ჩართული ყავთ ევროპული ინსტიტუტები ამ ყველაფერში და გულისხმობ რა თქმა უნდა შესაბამის ინსტიტუტებს ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. თქვენ ხედავთ, რომ ყველა ელოდება პრეზიდენტის ინაუგურაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში. მანამდე სამწუხაროდ არის იმის ხიამსწელობა, რომ მოქმედებმა ადმინისტრაციამ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა მოქმედი საელჩოც, მოქმედი ელჩიც არის ამ გავლენის ქვეშ. აქაც არაფერი პირადი არ აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქმედ ელჩთან არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, მაგრამ სამწუხაროდ მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმ გავლენას, რომელიც არის გამოხატული მოქმედი ადმინისტრაციიდან. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ 20 იანვრის შემდეგ ქალბატონი ელჩიც გათავისუფლდება ამ გავლენისგან. თქვენ ხედავთ, აბსოლუტურად კომიკური სახეც კი მიიღო საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა, ისინი დებენ ეგრეთ წოდებულ ქარდებს საელჩოს გვერდზე, ხუმრობით ქალბატონ რობინ დანიგანს, რობინ ქარდიგანი დაარქვეს. ამის გამო ეს მოფერებით, რა თქმა უნდა, ხუმრობით არის უწყინარი ხუმრობა, გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა ქარდიგანი ნიშნავს ჟაკეტს ქართულად. ბოლოს დასასრულს მე მინდა მადლობა გადავხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციას მოთმინებისთვის და პროპორციული ქმედებისთვის. მოგესალმებით. ნოსოფო ბერძე, ტელეკომპანია იმედი, ბატონ პრემიერო, თქვენი განცხადებიდან გამომდინარე მაქვს დამეზუსტებელი კითხვები, თუმცა მანამდე მინდა დაუბრუნდა ისევ 28 ნოემბრის თქვენს განცხადებას. ბევრჯერ მოვისმინეთ თქვენი არგუმენტაცია, არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი თანაგუნდელების მხრიდანაც, თუ რატომ გაკეთდა ის განცხადება, რაც გაკეთდა, ითქვა, რომ დეკემბერში შეიძლებოდა ბრიუსელის გადაწყვეტილებას გაცილებით რთული პროცესები მოყოლოდა და ითქვა, რომ სხვა აქტორების ჩართულობითაც ასეთი ინფორმაცია გაქვთ. თუმცა მაინც რჩება კითხვა, მათ შორის თქვენ სამომრჩეველში, გნებავთ გულშემატკივრებში, რატომ არ სჯობდა, რომ სახელმწიფო რაღაცნაირად დალოდებოდა ბრიუსელის გადაწყვეტილებას და შემდეგ პროცესები თუ დაიძაბებოდა ქვეყანაში, ეს ერთგვარად შეიძლება ითქვას, იქნებოდა თქვათ მიზეზი ბრიუსელის და არა ხელისუფლების განცხადების. რატომ არ იქნებოდა ეს ნაბიჯი უფრო სწორი? ჩვენ გავიხსენოთ ქრონოლოგიურად როგორ ვითარდებოდა მოვლენები ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში 2022 წლიდან, 2022 წლის ივნისში ჩვენ ევროკავშირის გადაწყვეტილებით უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ზუსტად იგივე ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ჩვენს განცხადებას, მაშინ გამოვიდნენ პროტესტით ჩვენს წინააღმდეგ. ანუ ევროკავშირის გადაწყვეტილება კი არ გააპროტესტეს, რომელსაც არავითარი ახსნა და დასაბუთება არ ჰქონდა. გააპროტესტეს რაღაც ხელისუფლების წინააღმდეგ. ანუ არავითარი დიდი განსხვავება არ არის ის იტყვის რამეს თუ შენ იტყვი რამეს. ამ ადამიანებისთვის თვითმიზანია პროტესტის გამოხატვა. ანუ ნიშნულობა არ აქვს, ვინ არის ინიციატორი რაიმე გადაწყვეტილების. 2022 წლის ივნისში მოხდა ეს. ევროკავშირმა
ხელი კრა ქართულ ხალხს, ანუ ევროკავშირში გულისხმობ რა თქმა უნდა იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან შესაბამის გადაწყვეტილების მიღებაზე, 2022 წლის ივნისში ხელი კრეს ქართულ ხალხს, როცა არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა იგივე ადამიანება, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ჩვენს განცხადებას, მაშინ ეს ყველაფერი დააბრალეს ჩვენს ხელისუფლებას. ხო, ანუ ევროკავშირმა გითხრა უარი კანდიდატის სტატუსზე და ისევ ჩვენ გამოგვაცხადეს არა პროევროპულად. თვითონ გამოაცხადეს საკუთარი თავი ამ პოლიტიკოსებმა და ბიუროკრატებმა პროქართულებად, როცა ქართულ ხალხს ხელი კრეს და უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე და ამასობაში ჩვენ გამოგვაცხადეს არა პროევროპულ ძალად, როცა ჩვენ ვითხოვდით კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამის შემდეგ წელიწადნახევარი ჩვენ ვიხვეწებოდით, პირდაპირ გაგებით ვიხვეწებოდით ამ ადამიანებს, რომ მოენიჭებინათ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი. არ მოგვანიჭეს, წელიწადნახევარი გვახვეწნენეს და არ გვანიჭებდნენ, არც დეკემბერში მოგვანიჭეს, მერე ქონდა ჩანსი გაზაფხულზე მოენიჭებინათ, წელიწადნახევარი ხელოვნურად აწვალეს ჩვენი ქვეყანა, ისევ ჩვენ ვიყავით არაპროევროპული და ისევ თვითონ იყვნენ პროქართულები, ხო? ნუ ასე მივედი დეკემბრამდე. დეკემბერში გაცვდა უკვე კანდიდატის სტატუსი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, მოგვენიჭა ეს სტატუსი, მაგრამ უკვე 2024 წელს დაიწყო შანტაჟი მოლაპარაკების გახსნით და ისევ ჩვენ ვართ არაპროევროპული. ანუ ჩვენ ვიხვეწებოდით ერთი წელი მოენიჭებინათ მოლაპარაკეები, გაეხსნათ მოლაპარაკეები, არ გვიხსნიდნენ და ისინი იყვნენ პროქართულები და ჩვენ ვიყავით არაპროევროპულები. ხო, ეს არის პარადოქსი, ნონსენსი, რასაც ნუ თავისი ახსნა აქვს, ვიღაცას უნდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ხელისუფლების მათ შორის დაშანტაჟება, ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. და ამას რატო ვიხსენებ, რომ ინიციატორი ვინ იქნება ამ თემ გადაწყვეტილების არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ამ ადამიანებს უნდა რაღაცის გაპროტესტება და ყოველჯერზე აპროტესტებენ ხოლმე. და ეს ადამიანები რესურს აგროვებდნენ რეალურად, როგორც ჩვენ უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, წინასწარ გვემუქრებოდნენ თან იგივე ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, შეგიძლიათ ამოიღოთ მათი განცხადებები, თან მაიდანს ახსენებდნენ და თან გვემუქრებოდნენ. ხო, ანუ ეს ხო ხელის გულს ეტევს. ამიტომ ყველაფერი მზადდებოდა. ნუ რაც მზადდებოდა 20 დღით გვიან, ის რეალურად გაშიფრეს 20 დღით ადრე. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ყველაფერი კარგად, რაც შეეხება ევროინტეგრაციას, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო ის, რაც თქვი. დადონ ხვალვე დღესვე მოლაპარაკეები მაგიდაზე აქვე ვაწერთ ხელს, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლება აჩერებს რამეს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები აჩერებენ ხელოვნურად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ საქართველო არის ბევრად უფრო წინ, ვიდრე მოლდოვა, ვიდრე უკრაინა, ვიდრე ბოსნია, მაგრამ იქ არის ხელოვნურად ერთი ნაბიჯით წინ წასული თითოეული ქვეყანა და საქართველო არის ხელოვნურად უკან დაწეული. ეს არის რა თქმა უნდა უსამართლობა. ამაზე უნდა იმშელოს რა თქმა უნდა ქართულმა საზოგადოებამ. რა თქმა უნდა უსიამოვნოა ის რაც ხდება, რაც ხდებოდა ამ 6 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე და არავისთვის არ არის სასიამოვნო ყველაფრის გავლა, თუმცა ეს არის უკვე მეოთხე მცდელობა, ამასაც შეგახსენებთ, ჩვენ ქვეყანაში ნაცმაიდინის მოწყობის ეს მცდელობაც ჩავარდა და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარება. და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები. ჩვენ რო ვიბრძოლეთ, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი თავის დროზე. აქაც სწორედ იმიტომ რომ ვიბრძოლებთ, იმიტომ რომ ვაჩვენებთ ღირსებას, ვერად უფრო ჩქარავილი წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორც კი მოდუნდები, მაშინვე ახალი ხელოვნური დაბრკოლებები გაჩნდება ევროინტეგრაციის გზაზე. მადლობა. ჩემი შემდეგი კითხვა შეეხება აქციიდან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც მაგალითად ღიად არის საუბარი მსხვერპლზე, სამართალდამცველებზე, ძალადობის და თავდასხმის დაორგანიზებაზე. ვის თუ ასეთი რამ მოხდა და იმედი არ მოხდება, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ დღეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც გავრცელდა ეს ჩანაწერი, ვცდილობთ მოვიპოვოთ ოპოზიციის პოზიცია, რას ფიქრობენ ისინი ამ საკითხზე, თუმცა დუმილია ძირითადად და ეს დუმილი ხომ არ განიხილება ხელისუფლებაში ერთგვარად აი ამ მსგავსი პროცესების წახალისებად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აჩვენებს მთლიანად რადიკალური ოპოზიციის საერთო სულისკვეთებას. ასევე ასეთი ტიპის საუბრები აჩვენებს იმას, რომ სრული სასოწარკვეთა სუფევს დღეს ოპოზიციაში ყველამ დაინახა, რომ ჩავარდა ნაცმაიდანი, მორიგი მცდელობა, მეოთხე მცდელობა 4 წლის განმავლობაში და ისინი არიან გადასული ასეთ ოცნებებზე რადიკალურ სცენარებთან დაკავშირებით, თუმცა რა თქმა უნდა სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ასეთი გეგმები არ განხორციელდეს. ყველა ხედავს, რომ ეს პროცესები, ძალადობრივი პროცესები არის ძალიან კოორდინირებული რადიკალური ოპოზიციის
მხრიდან. ყველა ხედავს, რომ არის პირდაპირი მხარდამჭერი განცხადებები იმ ძალადობის მიმართ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში. რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ ყველას მინდა შევახსენო, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ, მათ შორის ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას ვერც ოფისებში შემალული პოლიტიკოსები. ბატონო ირაკლი, ერთგვარი აღიარება მოვისმინეთ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრისგან. ის პირდაპირ ამბობს, რომ მათ სთხოვეს, რომ არ მომხდარიყო საპარლამენტო არჩევნების აღიარება და პირადად ასახელებს სალომე ზურაბიშვილს, რომ თხოვნა მოდიოდა მისგანაც. რასთან გვაქვს საქმე, როდესაც პრეზიდენტი ასეთი თხოვნით მიდის, რა ვიცი, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაგალითად. ერთი სიტყვით რომ შევამფასოთ, ეს არის რა თქმა უნდა ღალატი. ზუსტად ასეთივე აგიტაციას აწარმოებდა თავის დროზე სალომე ზურაბიშვილი იმის წინააღმდეგ, რომ ქვეყანას მიიღო კანდიდატის სტატუსი. რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად სალომე ზურაბიშვილი კამპანიას აწარმოებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მოგვიანებით მან განაგრძო ასეთივე ანტიკამპანიის წარმოება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ახლა ის აწარმოებს ასეთივე კამპანიას არჩევნების, ლეგიტიმური არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არის რა თქმა უნდა ქვეყნის ღალატი, თუმცა ღალატი არის ის, რაც ამ ქალბატონს ახასიათებდა ჯერ პირად ცხოვრებაში და ახლა ახასიათებს უკვე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვაგრძელებთ კითხვებს უკაცრავად კოლეგებთან. აქციებთან დაკავშირებით მაქვს პრინციპში რუსთაველზე ჩვენი დიდი ნაწილი ვუყურებთ ახლა იმ სურათს, რაც ძირითადად ალბათ არქივიდან გვაქვს ნანახი, გულისხმობ ჩემს კოლეგებს. დაელეწილია რუსთაველის გამზირი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, გაძარცვულია მაღაზიები. როცა თქვენ ამას ხედავთ, რა არის თქვენი შეფასება? ქვეყანას ყავს მტრები, პირველი ეს უნდა ითქვას და არის ამ წლების განმავლობაში არის პირდაპირი კოორდინირებული მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქვეყანა არიონ. ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, ქვეყანაში შემოიტანონ ომი და რა თქმა უნდა ამ პროცესების გაგრძელება ის, რასაც ხედავ ჩვენ დღეს თბილისის ქუჩებში რუსთაველის გამზირზე. თუმცა კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ 4-ვე მცდელობა უკვე ჩავარდა ნაცმაიდნის მოწყობის და რა თქმა უნდა ნებისმიერი ასეთი მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ამ ყველაფერში არის ის, რომ არის მასშტაბური კოორდინაცია ამ ყველაფრის უკან. ეს ლიბერალური ფაშიზმი, რასაც ხედავ ჩვენ საზოგადოების მცირე ნაწილში, მაგრამ აგრესიულ ნაწილში არის წლიდან წლამდე გენერირებული უცხოური დაფინანსების საფუძველზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ თავის დროზე ჩვენ კანონი უცხოური დაფინანსების გამჭირვალობის თაობაზე. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ხმარდებოდა უცხოური დაფინანსება მთელი ამ წლების განმავლობაში, იყო სწორედ ამ იდეოლოგიის გავრცელება, ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება. მე როცა გავიხსენე კონკრეტული ფაქტი, ხო, როგორ რია აჟიოტაჟით გამოიხმაურა კონკრეტული ლიბერალური ფაშისტი პოლიციელისთვის მძიმე ზიანის მიყენებას. ხო, ეს ლიბერალური ფაშიზმის გამოხატულება და ზუსტად ასეთ ადამიანებს არ ეკრუტებდნენ ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში ხდებოდა უცხოური დაფინანსებით. და ამ დაფინანსების გამჭირვალობის წინააღმდეგ როგორ იბრძოდნენ, ესეც გახსოვთ, ხო, შარშან ნაცმაიდნის მეორე მცდელობა დაუკავშირეს სწორედ გამჭირვალობის განვას და წელსაც ნაცმაიდნის მესამე მცდელობა დაუკავშირეს ასევე გამჭირვალობის განვას. რატომ? იმიტომ რომ მათ არ უნდათ ღიად გაიშიფროს ის მცდელობები, რაც დაკავშირებულია საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებასთან. ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამიტომ ჩვენ ქვეყანას სჭირდება, რა თქმა უნდა, გამჭირვალობა, სჭირდება სიმშვიდე და სჭირდება სტაბილური განვითარება. ბატონო პრემიერო, თქვენი განცხადების დროსაც შეეხეთ სკოლების პოლიტიზირების მცდელობას. პრინციპში მცდელობა კი არა, უკვე ფაქტებს ვუყურებთ და რამდენიმე დღეა ეს გრძელდება. თქვენ როგორ ხედავთ, როგორ შეიძლება ამ პროცესების მართვა და აღნიშნეთ, რომ აი საერთაშორისო ორგანიზაციები არაფერს ამბობენ თბილისში მიმდინარე მოვლენებზე. მათ შორის ორგანიზაციები, რომლებიც ბავშვთა უფლებებზე საუბრობენ, ისინიც არაფერს არ ამბობენ. ელოდებით თუ არა, რომ ვინმე დაინახავს იმ ფაქტებს, რაც სკოლებში არასრულწლოვანთან დაკავშირებით ხდება და აი პროცესების მართვა როგორ წარმოგიდგენიათ? ლიბერალური ფაშიზმი არის ყველგან შესული. მათ შორის იმ ორგანიზაციებშიც, ეს ხო გამოგნებელია, მაგრამ იმ ორგანიზაციებშიც, რომლებიც უნდა იყვნენ დაკავებული ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვით. თქვენ ხედავდით, რომ იყო შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი, მცირეწლოვანი ბავშვები, სკოლის მოსწავლეები ძალადობაში ყავდათ ჩართული გუშინდელ და გუშინწინდელ დღეს, ხო? ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? ამას არ ჭირდება შეფასება, ამას არ ჭირდება გამოხმაურება პირიქით.
ერთადერთი რაც ჩვენ ვიხილეთ, მეორე მხრიდან ეს იყო წამახალისებელი განცხადები, რაც არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება. ამაში ჩაერთო მთელი რადიკალური ოპოზიცია, მთელი მათი მედია საშუალებები ჩაერთნენ ამ ყველაფერში, ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი, ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, მათ სახეს. ეს არის ჩვეულებრივად ლიბერალური ფაშიზმი, როცა ბავშვებს რთავ არა მარტო პოლიტიკაში, არამედ პირდაპირ რთავ ძალადობაში, ეს არის ფაშიზმი და მეტი არაფერი, ამორალური, ყოველად ამორალური საქციელი. ჩემი შემდეგი შეკითხვა შეეხება დღეს დაგეგმილ დებატებს. პირველ რიგში თქვენ ხართ შეთავაზების ავტორი, რა არის თქვენი мотиваცია კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ და მეორე რა შეიძლება რა მოლოდინი გაქვთ, რას დაინახავს ქართული საზოგადოება ამ დებატიდან და მაინც დავაზუსტებ თუ შეიძლება ეს დებატი შედგება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, რაღაც კითხვებიც არის ამასთან დაკავშირებით. ვიცით რომ ადმინისტრაციაში არა, თუმცა აი რა ფორმატს თავაზობთ. იგი ტელევიზიის შენობაში ეს არის შემოთავაზება და ჩვენ ვართ მზად, რა თქმა უნდა, ამ ფორმატისათვის. რაც შეეხება მიზანს, მიზანი არის რა თქმა უნდა ის, რომ ჩვენ სიმართლე გავაგებინოთ საზოგადოებას, ჩვენ ბუნებრივია საუბრობთ ასე მონოლოგის რეჟიმში, დღესაც საუბრობ ჩვენ პოზიციასთან დაკავშირებით ბრიფინგის ფორმატში, პრესკონფერენციის ფორმატში, მაგრამ რა თქმა უნდა დებატებს აქვს განსხვავებული დატვირთვა და დებატების პირობებში არის კიდევ უფრო მეტი რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას უფრო მკაფიოდ გააგებინო სიმართლე. ნახოთ რა აქვს სათქმელი. გავიგოთ რა აქვს სათქმელი. თუ რაიმეში დაგვარწმუნებენ ეს ადამიანები, ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ პოზიციას გადავხედოთ. ეს გავიგეთებია სხვადასხვა დროს, ჩვენ არ ვართ ხისტები და უხეშები, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ ჩვენ ხარ ეს არის სიმართლე, კეთილი ინებონ და თავადაც აღიარონ. თუ ეყოფათ ამისათვის, რა თქმა უნდა, რესურსი. ნახოთ როგორ იქნება. ერთიც უნდა აღინიშნოს, რომ არის ძალიან სერიოზული, ასევე ლიბერალური ფაშისტური თავდასხმა ამ ადამიანებზე, რომელმაც გამოხატეს მზაობა დებატებში მოსვლასთან დაკავშირებით, მთელი რადიკალური ოპოზიცია ჩაერთო, NGO-ები ჩაერთნენ ამ თავდასხმაში, ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ, ცდილობენ რომ ისინი არ მოვიდნენ დებატებზე, იმედია რომ მათ ეყოფათ გამბედაობა და მოვლენ საბოლოო ჯამში დებატებზე. თქვენ თქვით რომ თქვენ აღიარების პრობლემა არ გაქვთ, მათგან რა მოლოდინი გაქვთ? ნახოთ, დიდი მოლოდინები შეიძლება არ მქონდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გავაკეთებდი ასეთ განცხადებას. კარგით, კიდევ მაქვს კითხვები. თქვენ განცხადების დროს შეეხეთ ქარდებს, რომელსაც ბოლო პერიოდია ამერიკის საელჩო აქვეყნებს გარკვეული პაუზის შემდეგ ისევ დაიწყეს ეს პროცესი. ისაუბრეთ ელჩზე, მოფერებით სახელზეც, თუმცა დიპლომატიაში რამდენად ჩდება ის, რასაც ვუყურებთ და რისი თქმა უნდათ აი ამ ყველაფრით. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ვენის კონვენციის დარღვევა. თავის დროზე ეს ქარდები იდებოდა არჩევნებში ჩასარევად, ანუ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისათვის და ახლა უკვე ეს ქარდები იდება იმისათვის, რომ სხვა პროცესებს შეეწყოს ხელი. ყველასწოდი ის არის, რომ ეს ქარდები იდება მიმდინარე სისტემური უხეში ძალადობის ფონზე და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მხრიდან ეს ქარდებიც იქნება აღქმული როგორც მწვანე შუქი ძალადობას. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი, რა თქმა უნდა, ამ ქარდებში. მე იმედი მაქვს, რომ 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩი და მთლიანად საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენისგან, რაც არასწორი მიმართულებით წარმართავს საელჩო საქმიანობას. ბოლოს წინა კითხვას დავსო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი მხარეებს მოუწოდებს, რომ საუბრობს პარლამენტში მუშაობის მნიშვნელობაზე, მანამდე ვნახეთ თქვათ არჩევნების შედეგების აღიარება. ელოდებით თუ არა, რომ გაითვალისწინებენ თქვენი ოპონენტები ამ მოწოდებას იმის გათვალისწინებით, რომ ვნახეთ თქვათ, რასაც ამბობენ ბოლო პერიოდში უკვე ეუთო ოდირთან დაკავშირებით. რეალურად თქვენ ხედავდით, რომ ეუთო ოდირზე თავდასხმები დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნების დღემდე, გაგრძელდა არჩევნების შემდეგ და ეს არის ის პროცესი, რასაც ვაკვირდებით. აქედან გამომდინარე, შეიძლება დიდი ოპტიმიზმით არ ვიყოთ ჩვენ განწყობილი, თუმცა თავისთავად კარგია ის, რომ ეს თავარი სადამკვირვებლო მისია, შესაბამისი ორგანიზაცია ასეთი ტიპის მოწოდებებს ავრცელებს ოპოზიციის მიმართ. რამდენად შეისმენენ ისინი ამ მოწოდებებს, ეს ცალკე საკითხია. და ჩემი ბოლო კითხვა ეხება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 14%-ით არის გაზრდილი, ასევე გაიზარდა იცით თქვენ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა. ამ პროცესების ფონზე ეს ზრდა საიდან გამომდინარეობს, რომ გითხრათ, მართალია წინა კვარტლის არის
და როგორი არის თქვენი შეფასება, როგორ გაგრძელდება უკვე შემდგომ ეკონომიკის განვითარება? კი, ანუ ეკონომიკური ზრდა სწრაფი ტემპით გრძელდება. მათ შორის არა მარტო მესამე კვარტალის მეათე თვის მონაცემებიც გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ნაწილში და უბრუნოდ და ერთმანეთთან არის დაკავშირებული კორელაციაში და მეათე თვეც, ანუ ოქტომბრის თვე დასრულდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდით. შესაბამისად 10 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10% უღნიშნო ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენ წელს, ეს არის შარშანდელზე მაღალი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება. ასეთ რამდენიმე დღიან ძალადობა შეუძლია, რა თქმა უნდა, მცირე რყევები გამოიწვიოს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად დროებითი. ლარი დასტაბილურდება, როგორც ეს მოხდა წინა რყევების შემთხვევაში, რამდენიმე დღით შეიცვალა ლარის კურსი, თუმცა შემდეგ დაუბრუნდა პირველ ნაშრომს, აქაც იგივე იქნება. ანუ ლარის კურსის დასტაბილურდება და ეკონომიკას დასტაბილურდება. ჩვენ წლის ბოლოსთვის გავალთ, მე ვფიქრობ, მინიმუმ 9.5%-ზე ეკონომიკური ზრდის კუთხით, ანუ გვექნება ძალიან მაღალი მაჩვენებელი, შარშანდელი მაჩვენებელი იყო 7.8%, წელს გვექნება ეკონომიკური ზრდის ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი. თან ეს ხდება, ეს ორი მინიშნება იყო რადიკალიზმის ფონზე. მათ შორის საარჩევნო პერიოდში გახსოვთ, რომ არ იყო მაინც და მაინც მშვიდი გარემო, ამ ფონზე ჩვენ მოახერხეთ და 10% გავზარდეთ პირველ თვეში ქვეყნის ეკონომიკა. თქვენ ერთსამით წარმოიდგინეთ, რომ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ არ იქნებოდა ეს რადიკალიზმი, მუდმივი მცდელობა, 4 რევოლუციის მოწყობის მცდელობა 4 წელიწადში. რა თქმა უნდა, ტემპი გვექნებოდა კიდევ უფრო მეტი, მაგრამ ეს არის ის რისი წახალისებაც ხდება სამწუხაროდ უცხოური დაფინანსებით. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, დღეს სახელმწიფო არის უფრო ძლიერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში რადიკალიზმით შემცირდება და ეს ასევე დაეთყობა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას. ბატონო ერები, თქვენ ისაუბრეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მე მაინც ამ მიმართულებით მინდა დავსვა კითხვა, ერთის მხრივ თავად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ანუ რას ამბობს რეალურად ეს გადაწყვეტილება და მეორეს მხრივ გამოხმაურებებზე, რომელიც მოვისმინეთ მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ ეს იყო ფაქტობრივად დანის ჩარდგმა კონსტიტუციისთვისო და კონსტიტუციის გადახევა და ახლა რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო დარჩენილი, როგორ იქნება პასუხი და შეფასება. თავისთავად ამ სიტყვებს რომ იყენებს სალომე ზურაბიშვილი, ეს მეტყოლებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე, მართლაც გამსვერელება, ეს არის მთავარი მიზეზი მისი მძიმე ემოციური მდგომარეობის. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა უმარტივესი ჭეშმარიტება. ერთი რა არავითარი მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც დევს ხელის გულზე, თვითონ ოპოზიციამ ვერაფერ ვერ წარმოადგინა, ბოლოს დარჩნენ იმ მესიჯზე, რასაც ქვია გაჟონვა ბიულეტენიდან, ამ დროს ეს გაჟონილი ბიულეტენიც კონვერტში იყო ჩადებული, ხო? სადაც ამორჩეველი სწორად მონაწილეობდა პროცედურებში, არსად ხმის ფარულობა არ იყო დარღვეული და მთელმა ისვედმა, რომელიც აგვირდებოდა 700,000 ამორჩევოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაადგინა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა. და ეს ბოლო არგუმენტიც აქვს ხელიდან გამოცვლილი. შესაბამისად, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ამ სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო პრაქტიკულად უალტერნატივო გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია, თქონდა რადიკალური ოპოზიციის იმედგაცრუება. მოგესალმებით, ბატონ პრემიერო, EU-თუ საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებაზე მინდა კითხოს, ლუის გრაცმა მოვლენები შეაფასა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, გამოთქვა შეშფოთება და თქვა ისიც, რომ ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოიქცეს როგორც პროტესტი, ისე ამ პროტესტის მიმდინარეობა, ამავდროულად თქვა მან ისიც, რომ EU-თვის რეკომენდაციების განხილვა შესრულებაზე მზადყოფნა გამოთქვა, რომ საპარლამენტო ფორმატში მიიღონ მათ მონაწილეობა. ეს არის თუ არა, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვების მოხსნა, მსგავსი განცხადება. რეალურად არც ერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს. არის EU-თვის დასკვნა. ყველა შეუძლია განიხილოს EU-თან, რა თქმა უნდა, ეს დასკვნა. შესაბამისად, არავითარი საფუძველი სპეკულაციებისთვის არ არსებობს, თუმცა გარკვეული ძალები მაინც ახერხებენ სპეკულირებას ამ თემით, რაც რა თქმა უნდა, დიდხანს ვერ გაგრძელდება. Mr. Kubachidze, a question for the German television. Clearly, a lot of people on the streets are not happy with the course of the current government, but also inside the administration, ambassadors are resigning. Do you consider at all stepping back as well? So we have 5,000 persons on the street, and we had the parliamentary elections just very recently, and the Georgian Dream Party managed to receive 1,120,000 votes in these elections. And again, so you can compare
1,120,000 and 5,000 people protesting something on the street which has no grounds. So that's the current situation. There is a violent crowd, it's around 500 persons, but you see that the police is acting according to the principle of proportionality. We have some incidents during the first 2 days, but during the last 4 days there was 0 incidents even. So there is the proportional action. So that's why the Maidan has failed in Georgia. And the opposition is extremely destroyed. So finally they are destroying themselves. There's allegations as well of police being too brutal, people being beaten as well. So there was again a couple of incidents during the first 2 days, but afterwards we had a lot of instructions, we had a lot of advice, and so finally we managed to avoid incidents, even the incidents during the last 4 days. But nobody is condemning at the same time as nobody is condemning systemic and rough violence from the side of the violent crowds, which is of course, which is just disappointing. ძალიან შესანიშნავად შეაფასა მას ყველაფერი ამერიკის ელჩის განცხადებაც ძალიან კარგი იყო და მე მივესალმები მის განცხადებას მეგობრებო და მე ერთი რამე მინდა უთხრა ჩვენ პრემიერსაც ჩვენ ხელისუფლებას ძალიან გთხოვთ დაიწყეთ დიალოგი რუსეთთან რუსეთი ელოდება თქვენგან აი შემთხვევით ნაბიჯებს არც ერთ რუსულ გამოცემას არც ერთ მედია საშუალებას არ უთქვია ის რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ხელისუფლების ბრალია. ერთადერთი ქვეყანა იყო რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან ერთად, რომელმაც ასე ღიად დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებას მხარი. ბიჭო, კაცი რო გვერდში გიდგას და მხარს რო დაგიჭერ, დედა ხო არ უნდა აგინო, ხო? გამოდიოდნენ ვიღაცა ცალფაზიანი და ცალტვინა ექსპერტები იმედზე და ლაპარაკობდნენ, რომ ესო აქციების უკანო რუსეთი დგასო. ბიჭო, რანაირად დგას რუსეთი უკან? რუსეთს აწყობს, რომ ამერიკის გარკვეული კოლონა, ამერიკის მეხუთე კოლონა მოვიდეს ხელისუფლებაში. რანაირად აწყობს ეს რუსეთს გეკითხებით თქვენ? ან რუსეთს როგორ შეიძლება აწყობდეს, რომ საქართველოში მოვიდეს ნაცები და იქ გაიხსნას კურსკი 2? რანაირად შეიძლება ეს ყველაფერი ცალტვინი იქ ეხლა რომ ვაკაცი შტურმავიკი იყო იქ რუსეთის მოქალაქე ეხლა გასაგებია იყო მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ ოფიციოზი იყო იქ ჩართული პირიქით რუსეთი არის შეშფოთებული იმით რაც ხდება აქ და სულ ყველგან სადაც დავდივარ მეკითხებიან მისვამი და მალაცი და დირჟიტეს და რაღაცა და ანუ ეს იმიტომ არის რომ მათ კარგად იციან რომ იქ არ შეიძლება რომ ამერიკელები შემოვიდნენ საქართველოში იგივე პოზიცია აქვს სომხებს აი სომხი კოლეგები იყვნენ და მათ მითხეს რომ თუ თქვენ ესე იგი თქვენთან გაივარჯვებს ეს ნაციონალები ჩათვალეთ რომ ჩვენ უარეს დღეში აღმოჩნდებით მე შეიკრება ეს კოგლობერატი და ეს პაშინიანი და მათი აქ ნაცების
წარმომადგენლები შექმნიან კოალიციას და დაიწყება აქ ის რომ ნაცარტუტად იქცევა ორი ჩვენი ძალიან შეშფოთებული არიან სომხებიც რო იცოდეთ. ბოლო კაცო ამ რუსებს თუ არ გვინდა რაღაცა ნუაგინებთ მაინც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შორდებით რუსეთის გინებით, აი დავინახეთ ახლა ერთი რამე რომ ამ ანტირუსულმა კამპანიამ რა წარმოშვა საქართველოში, რომ როდესაც სამთავრობო არხებიდანაც და როდესაც ნაცარხებიდანაც რუსეთის გინება მოდის, იგივე ამ განწყობაზე რომ იზრდება ეს მომავალი თაობა, აგერ ამ თაობამ გადაწვა ზუსტად ეს რუსთაველი. არ შეიძლება მეგობრებო, აგინებ რუსეთს, იღებ უარეს შედეგს. რატო უნდა ვაგინოთ, მე გეკითხებით, საქართველო გადაარჩინა, საქართველო გააერთიანა და ის ოკუპაცია თუ არსებობს, ეს არის ჩვენი ბრალი, იმიტომ რომ ეხლა თუ ჩვენ რუსეთის საწინააღმდეგოდ გადავდგამთ ნაბიჯებს ნატოს სვლისაკენ, მივიღებთ ეგეთ შედეგებს, აბა რა იქნება? მე მაინტერესებს აჭარაში 1000-ჯერ მithქვია აჭარაში, გურიაში და ჯავახეთში რო ისვენებთ, ვისი დამსახურებაა ეს. მაგრამ ამ მომავალ თაობას ეს რო აუხსნა, ხო ვერც გაიგებს, იმიტომ რომ ეს არ აქვთ მათ გასისხორწებული ეს ყველაფერი. იმას ერთ-ერთ ახზე უსმენდი, ერთ-ერთი პროფესორი გამოდიოდა საუბრობდა იმის შესახებ, რომ აიო განათლების სისტემაშიო, საჭირო აცვლებებიო, ანუ ესეთი ახალგაზრდობა რო შესაძლოა შედა ხელმძღვანელი ხარ ერთ-ერთი უნივერსიტეტის, გააკეთე რამე მერე. აი ხა მოდი რა, გულზე ხელი დაუდო თქვათ, რომელი ახალგაზრდა გახსოვთ თქვენ გამოსულიყოს ტელევიზორში და სახელმწიფოებრივი პოზიცია გამოეხატოს. მე არ ვიცი რომ ყველა გადაგვარებულია, მაგრამ ძალიან ცოტა არის საქართველოში ახალგაზრდები, მე ვარ ორატორული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები, რომლებიც სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ, მეგობრებო. აღარა ყავს, იმიტომ რომ მოწამლეს ამათმა თაობა. და თუ არიან ეგეთები, მაგათ ეშინიათ გამოსვლა და ლაპარაკის, იმიტომ რომ ეშინიათ ბულინგის, მე ეხლა რომ გამოვიდეს ვიღაც ახალგაზრდა და თქვას, რომ აი ესე არ შეიძლება, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ. არნახული ბულინგის მსხვერპლი გახდებიან ესენი და არნახული ზეწოლის მსხვერპლი გახდებიან. ამიტომ ერთი რამე არის, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ბევრი რამის ცვლილება. ეს ეხა დაარწმუნებული ვარ, ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩავარდილია უკვე, აღარაფერი ამათ არ გამოუვათ, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ საქართველოში წავახალისოთ ეროვნული პატრიოტული ძალები, იმიტომ რომ ხელისუფლება არ უნდა იყოს მარტო პარლამენტში, უნდა იყოს სხვა ძალები და არ უნდა შეეშინდეთ მათ კონკურენციის და გაიწმინდოს სახელმწიფო უწყები. აი ეს და დავიწყოთ, აი სამი რაღაცა არის გასაკეთებული. რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, ასევე სახელმწიფო უწყებების განწმენდა ნაცებისგან და ხელშეწყობა იმ ძალებისთვის, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, რომ იმათაც საშუალება მიეცეთ პოლიტიკურ ველზე დამკვიდრების. თუ არაფერი არ შეიცვალა, თუ ჩვენ ეხლა ვითომაც არაფერი და მარტო უცხოელებს გადავაბრალეთ, რომ აი უცხოელები იყვნენ ამ აქციებზე და ისინი ურევდნენ, იმისი არ იყოს ეხლა ის ფილმი რო არის, ეს ჩემი ისინი შვილები ამას მოიფიქრებდნენ, რო კაცო ისინი რომ მეათროა, რას ნიშნავს ხო ეხლა არ შეიძლება ყველაფრის გაიბითურება რა. ესეთი მძაფრი პროტესტი, მე არ ვიცი ეს იყო რაც ეხლა ჩვენ ვიხილეთ თბილისის ქუჩებში, ეს იყო სუფთა მაიდანი რა. მაიდანის მოწყობის თელობა ერთი იარაღი არ გამოუყენებია თორე არ ვიცი სხვა და ძეგლი უნდა დაუდგათ ჩვენ მას რა ქვია შინაგან საქმეთა მინისტრს. და იმ სპეცრაზმელს მე მადლობას ვუხდი გომელაურს, მე ხშირად ქონია კრიტიკული განცხადებები მის მიმართ ადრე, მაგრამ ესეც დაფუძნებული იყო მის უწყებაში ჩაბუდებული ნაციონალების მიმართ, იმიტომ რომ ადამიანებს ესე იგი უქმნიან პრობლემებს, აი როგორ არის ეს ჩაბუდებული სტრუქტურებში ადამიანები რასაკეთებენ, აწყობენ პროვოკაციებს, მე შენ რო განეწყო ცუდად, ესე იგი მინისტრის მიმართ და ეხა მე პოლიციის ფორმაში ჩაწყობილი გამომძნებელი ადამიანი რომ რაღაცა ცუდად მომექცევა, ხო? ეხა მე ხო ვიღაცის მიმართ უნდა გამოვხატო ჩემი აგრესია, ხო და ჩემი პროტესტი. და მიგინდა არ გინდა, აი ამას აკეთებენ ესენი ეს ყველაფერი. და ამიტომ მე მინდა რომ ეს უწყებებიც გაიწმინდოს, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც გააკეთა მინისტრმა, რაც გააკეთა პოლიციამ, მადლობა უნდა უთხრათ ამ ხალხს. გამირები არიან მეგობრებო, ჩვენი პოლიციელები, მინისტრი, შინაგან საქმეთა, მე მადლობა მინდა მითხრა გომელაურს, მართლა აი მაშკაცურად, კაცურად, მაგრად დაუდგა ამ ყველაფერს რაც იყო და ესეთი რამ რაც საქართველოს პოლიციამ გააკეთა, არნახული რაღაცა, ელბათ თითებზე ჩამოსათვლილია მსოფლიოში სამართალდამცავი უწყებები, რომლებმაც აი ის შეძლეს რაც გააკეთა ჩვენმა პოლიციამ. ეს არის არნახული რამ. ეხლა მე ვფიქრობ, რომ
საქართველოში უნდა იყოს დაფასებული ყველა თანამშრომელი, ყველა უწყების მომუშავე ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებით უნდა იყვნენ პოლიციელები, განსაკუთრებით უნდა იყვნენ ასევე განათლების დასაქმებული ადამიანები. განათლებაც გასაწმენდია, ძალიან ისეთი პროფესიონალები გაუშვა სახში, ამ ნაძირალა გახარია, თქვენ კარგად იცით და მოიყვანა ეს სოროსის ლეკვები. ბოლო მიეცით, ჩვენ ვართ პატარა ერი და ეხლა შეიძლება ყველა ერთ და იგივე აზაზე არ ფიქრობდეთ, მაგრამ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით თითქმის იდენტური პოზიცია უნდა ქონდეს, იმიტომ რომ გათიშე იბატონეს პრინციპი იქნება ყოველთვის საქართველოში. ამიტომ ერთი რამეს აქ გთხოვთ ქართველებო, რომ იცით რა არის, აი აქ ეხა რუსეთში ვარ და გესიამოვნება სიწყნარე, სიმშვიდე, აი რომ გამოდიან ზოგიერთები ინგრევა ყველაფერიო. აი ხალხიც ისე აქაც მრავალი ეთნოსი არის ამ რუსეთში, ხო? ყველა ცხოვრობს შვიდად. აი აწეულ ხმას ვერ ნახავთ ვერსად რა. არ არის არც დაძაბულობა. ყველა მიცის თავის საქმის კეთება და ქვეყანა ვითარდება. ეხლა ამათ რო კითხო, ქვეყანა ინგრევა რუსეთი, მაგრამ აი ჩამოდით ერთი და ნახეთ ერთი ჩემი თუ არა გჯერავთ რა მდგომარეობაა რუსეთში, ხო? და ჩვენც ხო თუ გვინდა რომ ქვეყანა გამითა, არ უნდა ვიყოთ ესე დაძაბული და რატომ უნდა ვიგლეჯდეთ ნერვებს ყოველთვის მაინტერესებს? რატომ უნდა იყოს ესეთი სიტუაცია საქართველოში ყოველთვის? ადამიანები ზოგი იმიტომაც გარბის ამ ქვეყნიდან ფულიც აქვს ყველაფერი, რომ ასეთ გარემოში ცხოვრება აღარ უნდათ ხალხს კაცო. ხო შეიძლება ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც სიმშვიდე იქნება, არ შეიძლება საკითხი გადაწდეს პარლამენტში და არა ქუჩაში. შეიძლება ვიღაცა გამოვიდა იდიოტი ლაპარაკობდა, აიო მეო 35 წელიაო რუსთაველზე ვარო და ამაყურდა. მე კარგია შეუწოინო შენა 35 წელი რუსთაველზე რომ დარბი ხარ. წადი ხემაინზარგე შედალოცული შენა რა. იქნება რამე დაუტოვო ქვეყანას. თურმე საამაყო ყოფილა რომ რუსთაველზე დარბი ხარ იმასავით პატარა ბავშვით რა. აი ამ რუსთაველზე სირბილმა მოგვიტანა ეს ყველაფერი ჩვენ აქით-იქით და იმ 90-იანებიდან დაიწყო საქართველოს დაშლა და განადგურება. აწყობილი ქვეყანა დავშალეთ ესე არავინ არ მოქცეულა. ამიტომ მე ძალიან აღვთხო ხელისუფლებას, პირველ რიგში მადლობას ვეტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც კარგად ხვდებიან რა მინუსებია, რა არის გამოსასწორებელი, მე ვფიქრობ სწორი ნაბიჯი და სწორი აქცენტები გაკეთდა, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა ზედმეტად სიმკაცრი არ გამოიჩინეს, იმიტომ რომ ამას მოყვებოდა უბრალოდ არნახული რამ. ალბათ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, ყველაფერს ისინი ტელევიზორში ვერ იტყვიან და მიიღეს პრევენციული ზომები. და ეს კიდე რაც მოხდა, ამის შემდგომ აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა და საქართველოში უნდა დაიწყოს რევოლუციური ძვრები. თორე ჩვენ თუ ეხა ვითომაც არაფერი და ისე გავაგზელეთ ცხოვრება, რომ აი ხო მაინც აი ისეთი განწყობა იყო, აი მაგრები ვართ და ხო ჩვენ ვიცი ჩვენი საქმე და რეალურად ხო მაინც შევძელით ყველაფრის გადალახვა და არაფრის ცვლილება არ არის საჭირო. 1-2 სკოლის მასწავლებლისა და 1-2 რაღაცა უწყების თანამშრომლის გაშვებით აქ საქმე არ მოგვარდება. არ მოგვარდება მეგობრებო. და მე ვფიქრობ, რომ ნაციონალი საერთოდ მაღალ თანამდებობაზე არ უნდა იყოს და საერთოდ აი როგორც აი გააქვთ ესეთი მიდგომა ვიღაცებს რომ არ უშვებთ ქვეყანაში, არც ნაციონალები არ უნდა მიეცეთ ასპარეზი და ყველა ის სპორტსმენი, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ აქციის დროს უჭერდა მხარს აი ამ ბარბაროსებს, ისინი არც ერთ უწყებაში აღარ უნდა მუშაობდნენ.